ხო, მოდი ცხელი ამბით დავიწყოთ. პროცესებიდან გამომდინარე, სხვა გზა არ გვაქვს, რომ კარგად უნდა ვიყოთ. ყოველ შემთხვევაში მეტი გზა არ გვაქვს. ეს რა თქმა უნდა ოდნავ ცინიზმით, თუმცა იმ პოლიტიკური იდეოლოგიიდან გამომდინარე, რასაც მე არსებითად ვემხრობი, ცინიზმი არ შეიძლება. მაგრამ ეს ერთი მაპატიეთ. ეხა გადაზღვევა გააკეთე, ხო წინასწა? ანუ ერთი ხანდახან წამომცდება ხოლმე და ეს აუცილებელი არის. განვირთვის მიზნით. თეკლა, ეხლა ჯობია შემოხაზო დღევანდელი თემა დაახლოებით მაყურებლისთვის და მე უკვე დღეს ჩემო მაყურებელო კი არა და თეკლას მაყურებელო ლექცია არ მექნება, მაგრამ ვეცდები რომ ეს იყოს აკადემიურად მეტნაკლებად გამართული, თან ყველასათვის გასაგები, მაგრამ აუცილებელი არის და ჩავშლი შიგნით რატომ არის საჭირო თუნდაც მიმდინარე პროცესებზე აკადემიური პასუხი, იმიტომ რომ ეს პასუხები არის ამ პასუხების მიღმა არის ის რეალური თუნდაც ტექსტები ან მონაცემები, რასაც ქმნის დღევანდელი პოლიტიკა, ხო? ეხლა ჩვენ რაღაცები რომ გონია აქ პოლიტიკურ პროცესებზე და ძირითადად საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდიდან მოყოლებული რომ გვაქვს ეს პრინციპი რომ პოლიტიკას ქმნის პარტიული სივრცე, დიდი შეცდომა არის, იმიტომ რომ ამის მიღმა არის მთელი პოლიტიკის თეორიები, რაც ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ჩემი აზრით განზრახ დიაქტივირებული არის, იმიტომ რომ აქ მეტი განსჯა წარმოებს. თეკლა, უკვე ჩავერთვე მე და ძალიან გთხოვ შესავალი სიტყვა გაგეთო. მოდი ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანს ვიტყვი, დღეს რაც იყო ეხლა შიდა პოლიტიკაში, ქართულ პოლიტიკაში, ეს იყო რომ ნავსი გატყდა და კონსერვატორები პირველად მიიწვიეს TVIMED-ზე და კობახიძესთან იჭდა დებატები ერქვა, მაგრამ დებატები ფაქტიურად არ იყო. და მინდა ამაზე ვისაუბროთ. რეალურად რაც მე არ მომეწონა ის იყო ჟურნალისტის მხრიდან. ეხლა ვიცით კი ბატონო რომ ვიცით ვისიც არის ეგ ტელევიზია და გასაგებია ვის პროპაგანდასაც ეწევა, მაგრამ ჟურნალისტმა ესე ღიად აჩვენო საზოგადოებას რომ ხარ ძალიან ცუდია. დროის ფაქტორს ხმობ, არაც დიდა საუბარს რესპონდენტს ან აწყვეტინებდა და ზუროს ყველაზე დრო ცოტა მოკლე მონაკვეთი დარჩა. მეორე ფაქტორი რაც ყველაზე მეტად შემნიშნე ის იყო რომ სხვადასხვა თემებზე ხტუნაობით ისე მივიდა რომ დიდი დრო არ დარჩა არაბულ ინვესტიციაზე სალაპარაკოთ არ და რეალურად ეგ დებატები მაგისტვის იყო. მოიყვანა ბუღალტრული აღრიცხვების მისივე სიტყვების დასადასტურება და ტაშის მკვლელად ეს კალბატონი დაისვა და მელანკუდი მოიყვანა მოწმეთო ისე გამოუვიდა და ძალიან ცუდი სურათი იყო. მე ერთადერთი მე პლუსი რაც დავიჭირე ვიტყვი და მე შენი სათქმელი თქვი. ყველაზე დიდი პლუსი დავიჭირე იმაში რომ აქ ზურამ მოიხერხა ის რომ რადგან პრემიერთან პირველად შეძლო ესე ღიად საჯაროდ ისაუბრა და ჩვენ კარგად ვიცით ახლა TVIMED-ს მეტწილად რაიონებში უყურებენ ასაკოვანი ხალხი და რაიონებიც გაიგებს იმ პრობლემას, რაზეც კონსერვატორები წლები აყვირიან და ის იყო რომ ზურამ გაუჟღერა პრემიერს ინიციატივა საჯაროდ პარლამენტში შემოტანილი რომ გვაქვს იმას მიაქციეთ ყურადღებაო რა. ეს იყო ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო უარყოფითებით თქვი და ყველაზე მთავარი რაც იყო ამ მომენტში რაც მე დავიჭირე და მომეწონა ყველაზე მეტად ეს იყო რომ შანსი გამოიყენა საჯაროდ სახალხოდ პრემიერს ფაქტიურად მიაწოდა აგერარი ბატონო და მიხელეთო რა. ხა პარლამენტში რო დევს მასე გვედო ჩვენც ანტი-LGBT კანონი თავისი ხელმოწერებით და ყველაფრით, მაგრამ ეს იყო ყველაზე კარგი შანსი ახლა პრემიერთან გაჟღერებული. მაინტერესებს შენ ვიცი რომ უყურებდი და როგორ შეაფასებ. პირველ რიგში მოდი იმით დავიწყოთ რომ მე ამ ეტაპზე არ ვიპოზიციონერებ და მიმაჩნია რომ ჩემგან არც იქნება სწორი რომელიმე პარტიის მხარდამჭერად წარმოვადგინო თავი.
სხვათა შორის ეს დღეებია უკვე აქტიური მიმოწერა მაგ პოლიტიკის თეორიის საერთაშორისო ასოციაციასთან. ანუ ამას იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ჩემი პოზიცია შენს მენელს გავაგებინო. რომ პოლიტიკის ჩემი სადოქტორო ნაშრომიც ეხება პოლიტიკის თეოლოგიას, ერთ-ერთი მიმართულება არის არაღიარებული პოლიტიკის მეცნიერებებში, მაგრამ კარლ შმიტიდან დაწყებული ყველა პოლიტიკის თეორია ეყრდნობა იმ სახელმწიფოსა და რელიგიის შორის ურთიერთობებს, ამაზე ვიცავ. გარდა ამისა, პოლიტიკის თეორიაში მაქვს შესაბამისი განათლება, თუმცა ჩვენი აკადემიური სივრცე არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ მე პოლიტიკის თეორიაში ვიმუშაო და სწორედ აი ამ თვალსაზრისიდან ამოვალ, მათ შორის აი რასაც ეძახიან ხოლმე ექსპერტებს, ანუ მე ძალიან არ მიყვარს ახლა ვინმე რომ მიწოდოს ექსპერტი, იმიტომ რომ ან ანალიტიკოსი, იმიტომ რომ ეს ძალიან როგორ გითხრათ, ყველა დედას ვინც დაეკარგა, ყველა ექსპერტი გახდა და ყველა ანალიტიკოსი, ხო? ამას ჭირდება ძალიან დიდი თეორიული განათლება, რომელიც ქმნის პოლიტიკას, დღის წესრიგს, ეკონომიკას მათ შორის, ანუ მთელი პრობლემა რა არის? მოდი დავიწყოთ აქედან. პირველი თემა ესე გამოვყოთ, ეს საქართველოში პოლიტიკური იდეოლოგია, ანუ პოლიტიკაზე, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ, ამის მიღმა პირველი დგას პოლიტიკის იდეოლოგია. ანუ ეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიები წესით იდეაში უნდა ქმნიდნენ პოლიტიკური იდეოლოგიის დღის წესრიგს, ხო? აქამდე საქართველოში, აი 2020 წლამდე მაინც, აი 2018-მდე როგორი პოლიტიკური იდეოლოგია იყო? ქართული ოცნება ვიცოდით, რომ ჩვენ იყო გერმანიაში სოციალისტური პარტიის, სოციალისტური ასოციაციის აფილირებული წევრი, თუ არ ვცდები დღეს ჩახსნილი არის ამ რა ქვია სოციალისტური ან ევროპული გაერთიანებიდან და აი პოლიტიკური იდეოლოგია როგორი იყო ქართული ოცნების 2018 წლამდე ძირითადად იყო აგებული ლიბერალურ პრინციპებზე, ოღონდ ცოტა უფრო მეტად დაბალანსებულად. 2020 წლის მერე, ანუ 2020-ის არჩევნების მერე ეტაპობრივად ხდება ქართული ოცნების გადასვლა ლიბერალურ კონსერვატიზმზე. ანუ იქ ვიღაც ეხლა ქართულ ოცნებას დიდი ფინანსები აქვს, ვიღაც მრჩეველებიც ეყოლება, იქ ტიპები, რომლებიც საზოგადოების კვლევას ახორციელებენ თუ რა მოწონთ ხალხს, ანუ ქართული ოცნება დღეს რო არსებობს იმის ხარჯზე, რომ პოლიტიკური ეს ველი არჩევნებში უჭერს მხარს, ხო? და 2020-ის მერე აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას ხიბლავს, ასე რომ ვთქვათ, კონსერვატიული იდეები და ეს აიდან გამოჩნდა. აი ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო, გიორგი ქარდავა და მთელი ალტიფოს ჯგუფი ჯერ სატელევიზიო ეთერში რა ქვია აპრობირებდნენ განსხვავებულ იდეოლოგიას, კონსერვატიზმს, მაგრამ აი თუ ჩაუკვირდებით პოლიტიკური განცხადების თვალსაზრისით, ზურაბ მახარაძე ყოველთვის აკეთებს აქცენტს, რომ მე ვარ რეალ პოლიტიკის წარმომადგენელი. ეს არის პოლიტიკური იდეოლოგია, რომელსაც მისდევს აი ეს ალტერნატიული პოლიტიკური სივრცე. ეს განსხვავდება ლიბერალური პოლიტიკური იდეოლოგიისაგან და საქართველოში ეს სრულიად იყო ახალი, ხო? და ჩვენ ვიცით, რომ აი ამ პოლიტიკური ჯგუფის მიმართ, ყველა ვისაც არ დაეზარა და აი ჯგუფის მიმართ, რომელიც 4 კაციანი რეალურად ჯგუფის მიმართ, რომელსაც დაფინანსებელიც ძალიან ცოტა ყავდა, აღმოჩნდა დიდი ბულინგი მსხვერპლი. ამავდროულად საქართველოში მოხდა ძალიან აი როგორ გითხრათ, საოცარი ფაქტი პოლიტიკური თვალსაზრისით, რომ პარტია გაუქმდა არჩევნების წინ, ხო? მე როდესაც ვარ ეს კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლა იყო.
აი პოლიტიკურად შევხედოთ, კონსტიტუციის ჩარჩოდან გასვლაც იყო ერთი, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით მე, როდესაც ვარ სახელმწიფო, ხომ? და წინა საარჩევნოდ ვარეგისტრირებ პარტიებს. ეხლა ყველა მიცის უმეტესობა პარტიების როგორ რეგისტრირდება, ხო? ამდენი პარტია რომ არის და ყველა რა ვიცი, სიები მოაქვთ, რა ქვია, ადგენენ ამ სიებს და ხდება პარტიის რეგისტრირება. ეხლა იმ სიას არავინ არ ამოწმებს, თუმცა კონსერვატორების შემთხვევაში ეს სია იყო ნამდვილი, იმიტომ რომ რეალური მხარდაჭერები ყავდა საკმაოდ დიდი ამ ჯგუფს და მათი პოლიტიკური პარტიის გაუქმება დაემთხვა პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლას ქართული ოცნების. ანუ რიტორიკა შეიცვალა და უცბად ჩვენ ვხედავთ, რომ ალტიფოს ეთერში ეს ალტიფო არის ტელევიზია, აქვე გამომიჯნოთ და კონსერვატორები არიან პარტია. ანუ ალტიფოს ეთერში გაჟღერებული მოწოდებები, რეპლიკები და მთელი წლების ნამუშევარი. კი, წლების ნამუშევარი აღმოჩნდა უცებ ქართული ოცნების რიტორიკაში. და ჩვენ არჩევნებზე, რაც მოხდა ყველა მიცით და ამ პრინციპმა თან ხალხს აქვს მოკლე მეხსიერება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც მოხიბლული იყო კონსერვატიული მოძრაობით და რეალ პოლიტიკის, ასე რომ ვთქვათ, გაჟღერებით, აღმოჩნდა განდევნის პირას. ალტიფოსთან დაბრალებული რუსები ხართ, ისინი ხართ, მაგაზე ლაპარაკის ზედმეტი არის, მოკლედ დაყადაღებული ტერორისტული ისიც კი დააბრალეს ესეთი ფაქტი და აი წარმოიდგინეთ, კიდე ტელეიმედმა რამდენჯერმე ამერიკის ტერორიზმის სროში მოუყევით. წლიურ შეჯამებაში. და რა პოლიტიკურად არაზუსტი იყო განცხადება. ანუ შენ ნათლავ პოლიტიკურ პარტიას ტერორისტულად და ამ დროს საკრებულოში უშვებ მათი პარტიის წარმომადგენელს. ანუ ცოტა ეხლა შეიცვალეს დამოკიდებულება, მადლობა ღმერთს, რომ იქ ვიღაც ალბათ ავგუსტ როჩაუს ტექსტი აქვს წაკითხული და მიხვდა, რომ საჭირო არის ჯანსაღი პოლიტიკური ადამიანის არსებობდეს და ეს ალტერნატივა, ეს ხალხის მოთხოვნა არის, ხომ, რომ ეს კონსერვატიული იდეები ჟღერდებოდეს, ხომ? და იქ ვიღაცა მურჩია, რომ საჭირო არის, რომ აი ამ დებატებში, აი ამ პოლიტიკურ კონტექსტში აუცილებელია იყოს მათ შორის კონსერვატიული ფლანგის წარმომადგენელი. პირველ რიგში, აი მე შევაჯამებ, მოდი მაშინ რახან ეს ესეთი აქტუალური არის საქართველოში ძლივ შედგა რაღაც პოლიტიკური დებატები. ორი დებატს გამოვყოფ, რომელსაც მე ვუყურე პირადად. ერთი იყო ის, რა ქვია, რომელ არხზე იყო დამავი რუსთავი 2-ზე. წინაზე რო იყო ზურა მახარაძე მიწვეული, ერთი ის პლანშეტიანი ტიპი რო იყო, სახელი არ ვიცი მემაპატიეთ, მეორე სათვალეებიანი მთავრობის წარმომადგენელი და ეს ოპოზიცია, ერთი ზურა იყო, გახარია პლანშეტა შერჩა სახელად. ხო, აი მაგაზეც ვიტყვი, ნახეთ, დღეს რასაც ვუყურეთ ჩვენ მთავრობის მხრიდან, ეხლა პოლიტიკური აგიტაცია რომ არ გამომივიდეს რომელიმე პარტიის ან სიმპათია, მაგრამ ესეც დემოკრატიული უფლება არის, შეიძლება მქონდეს. სრულიად, აი დღეს რაც ვიხილეთ მთავრობის მხრიდან იყო ცოტა მეტად, აი როგორც მთავრობა უნდა იქცეოდეს, აი ესე წარმოდგენილი, ხო, რომ ოპოზიციასთან ჯდება და ოპოზიციასთან საუბრობს. ეს ძალიან კარგი მესიჯი არის და ქართული ოცნების პარტიულ მოღვაწეობას რაც შეეხება, ეს იმით არის მნიშვნელოვანი, რომ აი მაგალითად ეს ტექსტი ანელიზა დოცის შედარებითი საჯარო პოლიტიკა, რომელსაც თესეუში ასწავლიან და სტუდენტები სწავლობენ, ხომ? აი აქ თეთრით შავზე წერია, რომ თუ გინდა რომ პოლიტიკური სტატუსი შეინარჩუნო და პოლიტიკურად იყო აქტიური და პროგრესი განიცადო, აუცილებელია საჯარო პოლიტიკის სივრცეში ხელისუფლების და ოპოზიციის ერთად ყოფნა.
იმიტომ რომ ეს ნაკლებ, ასე რომ ვთქვათ, კარგ ჩაკეტილობას იწვევს და პოლიტიკური თვალსაზრისით აქტუალური ხდები, ხომ? რაც და ფაქტი ის არის, რომ აი ეს ოპოზიციური ფლანგი, ეს ლიბერალური ოპოზიცია გულისხმობ, ნუ დღეს როგორ გითხრათ, მკვდარი სივრცე არის, რომელიც პოლიტიკის დღის წესრიგში ქმნის NGO მეტყველებას და NGO, ასე რომ ვთქვათ, ლოზუნგებს, ხო? ნუ აი, რა ვიცი, მაყურებელი დამეთანხმება და აი მე პირადად აი პოლიტიკის ნაწილს იქ ვერ ხედავ. ლოზუნგი და შეძახილი და მე დღეს პოპულისტური ტექსტები მეტწილად. ხო, არ შეიძლება, იმიტომ რომ ეგ პოლიტიკა არ არის. ანუ ჩვენ რასაც ვხედავდით აი ამ ორ გადაცემაში, მეტნაკლებად პოლიტიკური დღის წესრიგი რა ვინახეთ. აი წინა გადაცემას რაც შეეხებოდა და ნელ-ნელა მივარ ეხლა მაყურებელს აქვს იმის მოთხოვნილება, რომ კონკრეტულ თემაზე ვისწაუბრო. ეს კონკრეტული თემა საჭირო არის ოღონდ წინა პირობები უნდა გააცნობიერო, თორე იქნება წყლის ნახვა. ხო, მაგალითად, ეკონომიკის პრობლემაზე ვლაპარაკობთ ეკონომიკური ცოდნის გარეშე. ან ეკონომიკური იდეოლოგიის გარეშე და ნუ აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ხელისუფლებასაც ეს აწყობს. წინა ხელისუფლებასაც ეს აწყობდა, რომ ილაპარაკო ეკონომიკაზე, ხელფასების ნაკლებობაზე და პენსიების მომატებაზე, ან მაღაროელების უმუშევრობაზე პოლიტიკური იდეოლოგიის გარეშე. იმიტომ რომ პოლიტიკური იდეოლოგია ქმნის პოლიტიკურ ეკონომიკას. ანუ ჩვენ დღეს ეხლა რო ვართ აქ ჩართულები, ეს იმიტომ ვართ აქ ჩართულები, რომ საქართველოში ამ ეტაპზე არის ლიბერალური დემოკრატია, ხომ? და ამიტომ ვართ TikTok-ზე და მაგიტომ არ ვართ Facebook-ზე, იმიტომ რომ Facebook-ზე შეიძლება ვიღაც ლიბერალს მოეხასიათოს და ჩათვალოს, რომ ჩვენ დისკრიმინაციას ვუწევთ ვიღაცას და დაბლოკოს. იმიტომ რომ Facebook-ის შემქმნელი არის ლიბერალური პოლიტიკის მომხრე და ეს არის ჩინური პლატფორმა, რომელსაც არ აინტერესებს, რა ქვია, ეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვები. ხო, და პოლიტიკურ დღის წესრიგს, რომელსაც წარმომადგენლობა, ხომ, ეხლა პირველ შემთხვევაში ეს პლანშეტიანი ტიპი რო იყო, ხომ, აი შენ წარმოადგენ ხელისუფლებას. და იწყებ ლაპარაკს იმითი, რომ აი გთხოვთ არ ინერვიულოთ. აი ეს რო არ მეთქვა, არ შემეძლო. გთხოვთ არ ინერვიულოთ თქვენ. ანუ მსგავსი და დამშვიდდით და ის, აი მსგავსი დიალოგი, ხომ? მსგავსი დიალოგი შეიძლება გქონდეს, ნუ რა ვიცი, აი ხაშურში ბირჟაზე. აი ხაშურელები ძალიან მიყვართ, ყველას ენაცვალო ჩემი თავი, მაგრამ იქ როდესაც ხარ იმ სივრცეში, ხომ, შეიძლება ესე იხუმრო. მაგრამ როდესაც ხარ ხელისუფლების წარმომადგენელი, ესე არ უნდა ილაპარაკო. და აი ჯერ ეს პოზიციონირება დღეს რაც წარმოდგა, მე ვერ დავინახე, რომ აი თავარი პოლიტიკური message box-ი რაზე იყო აგებული, ხომ? აი ეკონომიკის პრინციპებზე ვსაუბრობთ. ჩვენ ან ზურამაც კი გააჟღერა და აბსოლუტურად სწორი იყო, რომ ნუ ბენდუქიძის მიერ შექმნილ ლიბერალური პოლიტიკის, ლიბერალური ეკონომიკური პრინციპების ხარჯზე ვარსებობთ დღეს. მაგალითად, აი დღეს მოიყვანეს გადაცემაში, რომ აი მაღაროელები დარჩნენ უმუშევრები. საბჭოთა კავშირის დროს არჩებულდა უმუშევარი. იმ წინა გადაცემაშიც გააჟღერეს, მათ შორის აი ამ კონსერვატიული ფლანგის მიღმა, რომ თქვენ ლიბერის კომუნისტური ნოსტალგია გააქვთო. ესეთი ეკონომიკის თეორეტიკოსი იყო კეინზი, რომელმაც შეიმუშავა ეკონომიკის პრინციპები, რომ აი ეს ლიბერალური ეკონომიკა და ეს კაპიტალისტური თემა რომ დაიძრა ამერიკაში, ბრიტანეთში და ასე და ასე შემდეგ, მუშა ხელი იყო, ნუ როგორ გითხრათ, კაპიკებზე ამუშავებდნენ გაზრდილი დიდი საათების რაოდენობით. ამისათვის საჭირო გახდა მთავრობის ჩართვა. ოღონდ მთავრობა რატო არ ერთვებოდა, ჩვენ ხო სოციალისტი, ანუ სოციალიზმი ჯერ ნორმალურად არ არის ჩამოყალიბებული, კომუნიზმი ვერ მუშაობს ამ პერიოდში, მაგრამ აი ეს კეინზიანური მიდგომა რას ეფუძნებოდა, რომ მთავრობას უნდა კონდეს გაზრდილი წილი და პასუხისმგებლობა ეკონომიკაში. ანუ ესე რომ ვთქვათ, მარტივად 51% უნდა იყოს, ანუ მართვის ეკონომიკური ბერკეტები უნდა იყოს მთავრობაში.
ეს მიდგომა ჩვენთან არ არის. მათ შორის ამას ვერ გაიგებენ თანამედროვე ახლა განათლების რეფორმაზე წყობს აუბრობთ ჩვენ და აი ამ რეფორმით რევოლუცია მოხდება ღმერთმა ქნას, მაგრამ პრინციპი ვერ დავინახე ამის, რაზე გადავდივართ. მაგალითად დღეს საქართველოში ბუმი არის, საქართველო ეკონომიკურად ვითარდება, მილიარდებს დებენ ტიპები, ძალიან კარგია, მაგრამ რა ეკონომიკურ პრინციპებს ვეფუძნებით. ბიზნესის განათლება, ჯერ ბიზნესში განათლება რაღაც საოცარი მოვლენა არის, მაგრამ აი ბიზნესში ვითარდებით ჩვენ. რა პრინციპებს ვასწავლით, ხომ? მაგალითად მენკიუს ტექსტი ეკონომიკის პრინციპები ყველას გვაქვს წაკითხული და ამას ასწავლიან უნივერსიტეტებში. ეს არის ლიბერალური პრინციპები და აი ამ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ვერასდროს ვერ გაიგებენ მე რას ვლაპარაკობ. ანუ მთავრობას რატო უნდა კონდეს გაზრდილი წილი, ჩვენ ხო თავისუფალ ბაზარზე ვლაპარაკობთ და მყისიერად აფრიალებენ რაღაც კვლევებს, აი თითქოს ისე რომ უნდა წარმოჩენა რომ დანიელ, აი მაგ კვლევებზე მინდა ძალიან მკაცრად რომ ვისაუბროთ, იმიტომ რომ ეს კვლევები იწერება მაგათთან კაბინეტებში. არავინ არ დადის კარდაკარის პრინციპით და არავინ არ აკეთებს გამოკვლევებს და გამოკითხვებს არ ატარებს. თვითონ რაც აწყობდათ ის დაწერეს და ეხლა დღეს მოუწია აღიარება, რომ თან ბოლომდე ვერ თქვა და ცოტა შეცდომილება არისო, შეიძლებაო, ცოტაო. თან ნახე, არ მაჩვენებ პროექტს, არ მიდე პროექტს, რა არის რომ ნუ დავსვი. გადამემანამდე გამდევდნენ სახლიდან. ნახე პროექტს არ გაჩვენებო სიტყვაზე მენდეო. მოიტანა ციფრები და ამ ციფრებზეც რომ ზურამ რომ მიაწვა აღიარა რომ ხო ცოტა შეიძლება ცდომილება იყოსო და მეუბნები რომ ამ ხელა მიწას აძლევ ვიღაც უცხო ტომელს ინვესტიციის სახელით მიფუთავ ქვეყნის გაყიდვას და მეუბნები რომ ვენდო იმ საქსტაც რომელსაც შენ აწერინებ ამ ციფრებს და იმ შენ დაწერილშიც კი აგერ ვინუშდენი გახდი რომ აღიარე რომ თურმე რაღაცები გაბერილია იქ. იქაც ვერ გააკეთეს, ისე ვერ შეფუთე, ისე რომ ის ტყუილი მაინც რაღაცით საკუთარი მაგალითებით მაინც გადაეფარა. იმის აღიარებაც ხო მოუწია რომ საქსტატიც მისია და რაც აწყობთ ისეთ სიდებილეებს წერენ და კითხულობენ. არინერვიულოდ ხალხო, არინერვიულოდ. აი, როდესაც მთავრობას წარმოადგენ ხომ, შენ არ უნდა ილაპარაკო როგორ გითხრა, პოპულიზმი საჭირო არის, მაგრამ ანუ ყველასათვის ეხლა მეც არსებითად პოპულისტური ენით ვსაუბრობ, იმიტომ რომ აქ არ ვიყენებ რაღაც ტერმინოლოგიას, რომ მაქსიმალურად მსმენელს მივაწვდინო ინფორმაცია, მაგრამ როდესაც შენ პოლიტიკურ გადაცემაში ხარი, პირველ გადაცემაზე ვისაუბრებ, აი ამ თემასთან დაკავშირებით, აი ამ ეკონომიკის შემოდინებაზე, რომ თუ შენ აი პოლიტიკოსი ზის მეორე პოლიტიკოს ოპონენტს ეუბნება რომ შენ BMG და DMG კვლევები გააქვს დაკითხული? ხო, ეხლა აი კვლევები ჯერ პოლიტიკოს ეს BMG და DMG კვლევები არ უნდა კითხო, იმიტომ რომ თუ რამის თავი გააქვს, ხომ შენ უნდა წაუკითხო ეს ტექსტი და უნდა უთხრა რომ აი ამ კვლევის მიხედვით მივიღეთ ეს შედეგი. მე როგორც მსმენელი ვიგებ, ეს თავისი მაყურებლის შეურაცხყოფაც არის, ხომ თავისი ამომრჩევლის, რომ ტიპი ჯდება მე ჩემი, ასე რომ ვთქვათ, შემოსავლიდან ფულს ვიხდი, ხალხი ფულს ვუხდით, ამ მთავრობა იმისგან არ ფინანსდება, ხომ? აი 20%-ისგან ფინანსდება, რომელიც ყველას აკლდება ხელფასიდან. და რაში ვუხდით ფულს, რომ პირდაპირ ეთერში დაჯდეს და იღადაოს? ეს ერთი, მეორე, ნებისმიერი კვლევა არის როგორი? მაგალითად, მეც მიმიღია კვლევებში მონაწილეობა და როგორი არის? აი მაგალითად გამოიცა რაღაც ბარამბომ გამოსა შოკოლადი, ხომ? და უნდათ ამის კვლევით ბაზარზე წარმოდგენა იწვევენ 6 კაცს და ნუ ეს 6 კაცი მან შეჭამს იმას და შეაფასებენ და ეგ უკვე კვლევა არის. მეორე
საზოგადოებაში ჩატარდა გამოკვლევა მაქსიმუმ 150 კაცი გამოიკვლიო და ეხლა სოციოლოგები აი ერთ-ერთი კვლევა რომელიც აი მართლა ჩატარდა იყო 1997 წელს მარინე ჩიტაშვილმა ჩაატარა თავისი სადოქტორო ნაშრომის ფარგლებში გამოკითხა 400-მდე რესპონდენტი. ეს ძალიან დიდი რაოდენობა არის და დაწერა რა ქვია, რელიგიის ფსიქოლოგია. კიდე კვლევები ან ჩატარდა ბევრ რამეში, მაგრამ აი 150 კაცში შენ როგორ იგებ, რომ აი ეკონომიკური პრინციპები როგორ მუშაობს აი ამ რეალობაში. მეორე და მესამე არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ნებისმიერი კვლევა პოლიტიკური თვალსაზრისით, ხომ? რაოდენობრივად ჯამდება ისე, როგორც ეს სურს პოლიტიკის პრინციპებს. ანუ ხელისუფლება რა პოლიტიკურ პრინციპებსაც ატარებს და ეხლა ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში და ვინც ყოფილა და ვინც იქნება, ყველა ისე გააკეთებს, როგორც თავის პოლიტიკურ დღის წესრიგს აწყობს. მაგალითად ეს საგანმანათლებლო კვლევა რაც ახლა აქტუალური არის და ესეც ეკონომიკას ეხება, იმიტომ რომ ჩვენთან სამწუხაროდ აი ამ ჩვენ ქართულ პოლიტიკურ რეალობაშიც საუნივერსიტეტო განათლება ქცეული არის ბიზნეს სექტორად, იმიტომ რომ ის პრინციპი რაც არის შენარჩუნებული ინტერნაციონალიზაცია, ეს გულისხმობს არსებითად უცხოელი სტუდენტების მიერ შემოტანილ და დღესაც აღნიშნეს ფულად წილს და ეს საბოლოო ჯამში გამოიწვევს იმას, რომ ძალიან ბევრი კერძო უნივერსიტეტი უფრო მეტად გადაკეთდება ან იურიდიულ ან სამედიცინო სივრცეთ და აი ახლა როგორც არის დაარქმევენ იმას GMB, BMG და ევროპის და აი მაგალითად სანზონაში არის ორი ევროპის უნივერსიტეტი, ხომ? ნუ ახლა სანზონა ალბათ ყველაზე ევროპული დასახლება არის, რადგან ორი დიდი უნივერსიტეტი არის და რეალურად არის ფაქტი. ხუმრობა ხუმრობითი გადმოდი ისე სერიოზულზე ჯობი. ანუ ჩვენ ვერც სერიოზულად რომ მივდგე ამ საკითხს შეიძლება გაგიჟდე, იმიტომ რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, აი ეკონომიკური თვალსაზრისით სრული ლიბერალიზაცია, რომელიც მათ შორის სააკაშვილის ხელისუფლებასაც არ ქონია, დღეს ტარდება ლიბერალური ეკონომიკის პრინციპები. მაგალითად დღეს რაც აი ავიღეთ ხომ ჩვენ და პრემიერმა სხვათა შორის საინტერესო რაღაც თქვა და არ ვიცი იქ დამსწრეს საზოგადოებას და ეხლა ყველაფერზე ზურა უცებ პასუხს ვერ გაცემდა თან ეს ჟურნალისტი რო ეტყვის აი ზურა რო კითხულობდა იმ ტექსტს ამონაწერებს რომ აი ვიღაც აბდულამ და ვიღაც რა ქვია მუჰამედმა თუ რომ დაირეგისტრირეს მიწები, კაი დაგვინდეთ ეს ცოტა არა ჟურნალისტური არის. კაი დაგვინდეთ რას ნიშნავს, რომ ის ფაქტი, რასაც ეუბნები შენ მეორე ოპონენტს, ხომ? ნუ კაი დაგვინდეთ ეს რა იყო. ამას ცოტა ვერ მივხვდი. თავარი არის რა, რომ ის 6 მილიარდი თუ რაღაც ეკონომიკის თანხა არიდება აი ამ ფონიჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე. არამედ იდება გონიოში. ანუ პრაქტიკაში ჩვენ გვექნება ორი გორი. ანუ იქ არ ვიცით გონიოში რა ხორციელდება. მეორე თუნდაც ლიბერალური პოლიტიკის და ლიბერალური დემოკრატიის ფარგლებში როდესაც შენ გაგვეთა საზოგადოებისგან რომ შენ მე ჩემს მიწაზე, ჩემს ქვეყანაში რო აშენებ რაღაცას და დემოკრატიული მოთხოვნა რო არის რომ გაასაჯაროვე ის რაც შენდება ჩემს გარშემო. ანუ ნახეთ საიდუმლო ეკონომიკური თემა ნორმალური არის და უნდა იყოს, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ერთ ბანკსა და მეორე ბანკს შორის. ანუ ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ დაუშვათ რას აკეთებს ერთი ბანკი, მეორე ბანკი. მაგრამ რა საიდუმლო ოფშორებს მართავს, ხომ? ეხლა მაგალითად მე და შენ შევთანხმდით რაღაცაზე თეკლა და შენ გითხარი რომ ეს თემა მე არ გამიჟღერო, იმიტომ რომ თუ ამას გააჟღერებ შეიძლება მოყვეს ამ თემაზე დარტყმა და უბრალოდ ამ ყველაფერს ვაკეთებთ ერთ სახლში.
მაგრამ მე და შენ როდესაც ვაშენებთ კორპუსს, ვალდებულები ვართ, რომ იქ ხალხი გაივლის, იტყვიან, აი აქ რა ხდება, ხო, ნუ არ შეიძლება ეგეთი თემა. ეს არადემოკრატიული არის და ხელისუფლება დემოკრატიული პრინციპების ფონზე ვალდებული არის, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული თუ აი ის ხო არ შენდება, რა ქვია, ერთი სასტუმრო. შენდება მინი ქალაქი. ეხლა ვინც არის ნამყოფი ფონიჭალის იმ ტერიტორიაზე, ხომ, ნუ მიხვდება რას ვამბობ, იმიტომ რომ გზიდან რაც ჩანს, ეგ არის რაღაც 5%. იქ ძალიან დიდი ტერიტორია არის. ეს ერთი. მეორე, როდესაც ხელისუფლება მესაუბრება მე იმ პრინციპით, რომ ჩვენ უნდა გვენდო, როდესაც მე ამას ვაკეთებ და შენ არ უნდა გჭირდებოდეს დამტკიცება რაღაცის, ხომ? ნუ საბოლოო ჯამში გამოდის ისე, რომ მე უნდა ვირწმუნო. მასე შეიძლება დამელაპარაკოს მე ეპისკოპოსი მღვდელი და მითხრას, რომ აი შენ გწამს, რა ქვია, სამება არის ჩვენი სარწმუნოების კრედო. მაგრამ აი ექვთიმიათონელი როგორც ამბობს თავის წინამძღვარში, როგორ გამომავალ არსო, ეს ჩვენ არ ვიცითო და უნდა ირწმუნოთო. ანუ დაახლოებით იგივე პრინციპით თეოლოგიურ ენაზე გველაპარაკება, ხელისუფლება რაც, ასე რომ ვთქვათ, ხარვეზი არის პოლიტიკური. თუმცა ლიბერალური პოლიტიკიდან გამომდინარე სრულიად გასაგები არის, იმიტომ რომ ლიბერალური პოლიტიკის პრინციპებს აქვს აი ამის აცილების საშუალება. რომ აცილდეს. აი ეს საჯარო მოთხოვნა პოლიტიკური პოპულიზმის ფონზე. და მეორე, აქ ჩვენ როდესაც ანალოგს ვაკეთებთ დუბაიმდე, აი ეგ უნდა ჩაკვდეს ადგილზევე, იმიტომ რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა მორჩეს შედარებითი პრინციპები, ხომ? აი მე საქართველოში მინდა ავსტრია მქონდეს, ადრე იყოს ევროპული, ეხლა ნელ-ნელა დაიწყეს ახლო აღმოსავლეთთან შედარება, აქ დუბაი ვერ გახდება. იმიტომ რომ ეხლა დაიწყეთ აი დუბაიში როგორც არის. ნახეთ ის ქვეყნები, რომლებსაც ახლო აღმოსავლეთში აქვს პოლიტიკური ველი შექმნილი დღის წესრიგის გათვალისწინებით, ისტორიული დღის წესრიგის გათვალისწინებით, ხომ? ის ისტორიული რეალობა და ისტორიული და თვითიდენტობა არ აქვთ, რაც გვაქვს ჩვენ. ესენი არიან, აი, წარმოიდგინეთ, იმ ტერიტორიაზე შეიქმნა მთელი შუამდინარეთის ცივილიზაცია, იქ შეიქმნა შუმერები, ხეთები, აქადეველები, ანუ ბევრი კულტურები შეიქმნა. იქ ჩვენთან შეიქმნა ქართული კულტურა, კავკასიური. და როდესაც შენ აქ კაი არის, კაცო, სათამბჯენებიც უნდა იყოს, ყველაფერი უნდა იყოს, მაგრამ როდესაც მე ვსვამ ლეგიტიმურ კითხვას, რომ აი მე დანიელ ოქროპირიძეს, რომელსაც რა ქვია, სანზონაში ძლივს მოვაქერხე 60 კვადრატული სყიდვა, ხომ ეს დემოკრატიული ფარგლებიდან რო ამოვიდეთ, ხომ? ნუ ეხლა საქართველოში რამდენ ტიპს უნდა კონდეს იმის საშუალება, რომ აი მანამდე ფონიჭალაში იყიდოს სახლი. ხომ? და თქვენ თუ დააკვირდებით, ის გზის შენებლობა, რაც აი სატრანზიტო ხაზი, რომელიც რუსთავიდან ფაქტობრივად ბათუმამდე ჩადის. ნუ ამ პრინციპს დაექვემდებარო, რომ დანიელ, მან კიდე მაგ პროექტში ბევრად კატასტროფული რაღაცეები ხდება მაგ პროექტში, ეხლა მუშაობ რაღაც თემაზე, ხარაგაულიდან შემეხმიანენ და მაგ პროექტს როგორც ხორციელდება და რაც გაკეთდა და ხარაგაული რა დოზითაც დაზიანდა, მაგ ყველაფერს ეხა ინფორმაციას ვაგროვებ და მე მაგაზეც მომიწევს ზეთი ლაივის მიძღვა და გაკეთება. მადლობა რომ ესეც აღნიშნე, ეს არ არის პატარა პროექტი და დიდი პროექტია დიდი ხარვეზებით, რაც შეიძლება ნებისმიერ დროს ფაქტიურად ბომბივით იყოს, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი დაზიანდება და დაზარალდება იქ რომ რამე მოხდეს, არა და ბუნებასთან თამაში ძალიან საფრთხილოა და ძალიან ეთამაშებიან ხოლმე. თუნდაც ეხა ნამოხვანის პროექტის შემოქმედი ხელისუფლების წარმომადგენელი რომ დაგიჭდება და დაგიწყებს მტკიცებელს მე შენ სიტყვაზე მენდე გამარჯვებაში არ ვენდობი, გამარჯვება ვამბობენ კოჭებში ეტყობათ რომ იქაც იტყუებიან.
ვერ ვენდობი, კაცო, მოდი ახლა დამიმტკიცე. ამასაც პრაგმატულად მიუდგეთ და რეალისტურად და თეკლა ის ლექციის ფორმატი რო არ გამომივიდეს, ხშირად ჩამეძიე და მათ შორის მაყურებელს ვთხოვ კითხვები დასვათ, რომ უფრო აქტუალური, ანუ თქვენთვის საჭირო იყოს. ახლა მე მარტო არ მინდა რომ მარტო ვისაუბრო, ძალიან ვთხოვთ კითხვები დასვით და შეიძლება ერთი და იგივე იყოს ბევრი და შეჯამებას გააკეთებს თეკლა და იმ ანუ შეჯამებულს რაღაც დროის განმავლობაში დასვავს, რომ უფრო საინტერესო იყოს ჩვენი ასე და ვთქვათ დინამიური ეთერი. იქნება უფრო ცოცხალი. კი, ნახეთ რეალ პოლიტიკის პრინციპი რა არის? რომ აი მოვიყვანოთ რა ჰესებიც არის ახლა საქართველოში აშენებული, ხო? ერთი ის დამოკლეს მაყვილებით რო არის აღმართული ენგურჰესი კი არა და აქვე რო არის ეგჰესი, ხო? და მეორე რო არის აფხაზეთში, ხო? ეს ორი ჰესი საქართველოს ენერგეტიკას არ აკმაყოფილებს, იმიტომ რომ ჩვენ გაზრდილი მოთხოვნილება გვაქვს ამ ჰესები საჭირო არის, მაგრამ უნდა აშენდეს რაციონალურად სწორ ადგილას და მეორე ჩვენ ნახეთ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი და საბჭოთა კავშირის დროს საბჭოთა ნოსტალგიაში არავინ დამადანაშაულოთ, უბრალოდ ის რაც ჰესები არის აშენებული, არის საბჭოთა კავშირის დროს აშენებული. აი თბილისში მაგალითად თბილისის მომარაგებას გარკვეულ ნაწილს უზრუნველყოფს მტკვარზე აშენებული ჰესი, რომელიც არის ორთაჭალის ბოლოში. დინარეები უნდა დაიტვირთოს მოკლე ჰესებით. ანუ თბილისს აქვს ორი ჰესი, ერთი ზახესთან, მეორე მტკვრის ბოლოში. კიდე არის ბორჯომის რომ გავწდებით, რამდენიმე ჰესის კატეგორია და ის სამცხეს აწვდის ელექტროენერგიას და ეს მინი ჰესებით აუცილებელია ჩვენაირი რეგიონის დატვირთვა. თან ჩვენ ნახეთ მე ჰესის აშენებას ასე რომ ვთქვათ არ ვეწინააღმდეგები და ნამახვანზეც იგივე პრობლემა მოხდა, უბრალოდ მან ბევრი გაუგებარი თემა იყო ჩემთვის პირადად, რომ ჯერ შემოყავს, ნახეთ თურქები ნუ ყავს ესე რაღაც რომ თურქებმა არაფერი არ იციან, დიდი ჰესი ააშენეს იმ ხელა რომ აი მართლა საუკუნის პროექტი არის, მაგრამ აქ არის პასუხისგებლობა ჩვენი, ანუ ხელისუფლების. როდესაც მიშენებ აი ამ რა ქვია სივრცეში, შენ ჰეს ბევრ კითხვაზე უნდა გამცე პასუხი, მაგრამ აი ამ ჰესიდან ვის რა ახსოვს აქტივობა, ხომ? ერთი ის წვერებიანი ბიჭი რო იყო და რომელი ჯოშშეძრა და 8 თვე იქ ვიყავი, 8 თვე ყველაფერი ჩემ თვალწინ ხდებოდა, ფერს ვაკვირდებოდი. თან ემიგრანტების სახელით ვიყავი წასულიდან, ვაწვდიდი ბოლოს ეგ ბიჭი ავლამდე სოციალისტურ მოძრაობაში და ნუ ცოტა ვერ გავიგე სოციალისტებთანაც რაღა უნდოდა. მეორე, ნუ მე ვეღარ გავიგე საბოლოო ჯამში რეალურად, მაგრამ რაც იყო ჩემთვის პრობლემა, ჩემთვის რომელიმე კონკრეტული კომპანია არ იყო პრობლემა. ჩემი პრობლემა იყო ხელისუფლებასთან მიმართებაში. ხელისუფლების პრობლემა. ზუსტად, იმათი პასუხისმგებლობა რაც იყო მათი წილი საზოგადოების მიმართ, ეგ რო არანაირად არ გაითვალისწინეს და ამ ხელა პროტესტის მიუხედავად ორ დიდ დარბევაში მოუყევი ფაქტიურად ერთ დღეს ნახე ერთ დღეს იყო და ერთ საღამოს გადმოყვარეს ნამოხვანიდან და იქ ამბავი გავიარეთ 33 ადამიანი ვიყავით, კოშმარი იყო. ჯერ სასმელს რო ჩაგიდებენ, მაგაზე აღარაფერს ვლაპარაკობს საერთოდ. და წარმოიდგინე გატიშეს სიხშირეები, კომუნიკაციები, ყველაფერი, რომ აქეთ არ ცოდნოდათ რა ხდებოდა შიგნით, გარეთ მყოფებს, გუმათთან ვინც გველოდებოდნენ. გადმოყვარეს შუაღამეზე, რიგრიგობით რამდენიმე მანქანით გავნაწილდით და ძლივ ჩამოვაღწიეთ გუმათამდე და დილით ვიღვიძებთ და რკინის ბარიკადები გვხვდება აშენებული. შენს ქვეყანაში. ბლოკპოსტი და დემოკრატიულად. ბლოკპოსტი და სავარაუდოდ როგორც ხდება ხოლმე პოულობენ რა ქვია ესეთ წარმომადგენლობით ტიპს, რომელიც პოლიტიკურად იქნება ადვილად მოწყვლადი და მართვადი, წარმოაჩენენ სახეთ და მერე ხდება მისი მარგინალიზირება და პროვოცირება ადვილად და ხდება იმ საზოგადოებრივი ჯანსაღი მოთხოვნა რომ ნუ იქ რაღაც არ უნდა აშენდეს და მერე აი შენ აი მას ემხრობი, რომელიც ლიბერალურ ენჯოებში დაძრება
და მსგავსი ეს მარტივად გასამარგინალებელი აღმოჩნდა მაგ მოცემულობაში, მაგრამ ერთი დიდი პლუსი, რაც არ უნდა დავუკარგოთ მაგ პროტესტს და რაშიც ამაყივა, რომ იქ ვიყავი და იქ ვიდექი, მე იქ პოზიციებში მაგათ ვეთანხმებოდი თუ არ ვეთანხმებოდი, ჩემს მნიშვნელობა არ ქონდა. ჩემთვის მთავარი მოტივატორი რაც იყო, ქართული მიწა არ უნდა გაიყიდოს. თან არც მსოფლიოში ესეთი პრეცედენტი არ არსებობს, დინარის ყელი გაყიდული იყოს. აი ეს პრეცედენტი არ არსებობს და ჩვენთან დაიშვა ეგეც და ნახე დანიელ ცუდი რა არის პროექტი ჩაიშალა და ნაწილი მიწების გადარჩა, მაგრამ ნაწილი რომელიც მუდმივ საკუთრებაში აქვს იქ თურქებს ნაყიდი, დღემდე თურქების სახელზე რჩება. აი ეს ქართველი რო არის, ქართველი წერია ხომ? ძალიან სწორს ამბობს, რომ კაპიტალისტურ პირობებში, ამ ლიბერალური და აი ეს ვაშენებ, მე ბიზნესმენი ვაშენებ, სახელმწიფო არ აშენებს. ამიტომ არის, რომ კეინზიანური რეფორმა ჩვენს ეკონომიკას ჭირდება, რომ სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა, ანუ მთავარი იდეა რა არის? აქ ამ ქვეყანაში გინდა ჩამოიყვანე 20,000 არაბია, აი რაც გინდა ისკენ ჩამოიყვანე ჩინელი, პაკისტანელი, მაგრამ მიწაზე რაც დგას, აი მიწაზე, იგივე ბორჯომს ეხება ეს ხომ? ანუ შეგიძლია რომ შენ სახელმწიფო მარკერი შეიქმნა, ეროვნული მარკერი, made in Georgia, ან მათი გასაგებიანით. აუცილებელია მიწაზე რესურსი რაც არის, მათ შორის ჰესები იყო სახელმწიფო საკუთრებაში. ჩვენ რო გვეუბნებიან, აი ამდენი ჰესი რო არის აშენებული, ის სახელმწიფო საკუთრებად აშენდა. და მათ შორის დღეს იქ ანუ ბელადი გასცემდა ბრძანებებს, ან მთავრობა გასცემდა ბრძანებებს, იქ ჩარევის საშუალება არავის არ ქონია. ყველას ქონდა. ის რომ დღეს ანანური დაფარული არ არის, ერთი მეცნიერის დამსახურება არის, რომელმაც თქვა, რომ ნუ ანანური არ უნდა დაიფაროს. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში კაპიტალისტურ სივრცეში, აი მე მაგალითად ვარ ბიზნესმენი. და ეხლა როგორც გეტყვით, როგორც ბიზნესმენი. ვაშენებ ეს, ხო? მე არ ვარ, რა ქვია, იმიტომ ვაშენებ, რომ შემომივიდეს აქედან შემოსავალი. შესაბამისად, თანხას, რომელსაც მე დავაწესებ, ეს იქნება ჩემი დაწესებული თანხა. მე ამას სახელმწიფო მეუბნება, რომ შენ თანხა დააკელი, ვიღაც ადამიანები მეუბნებიან, რომ ძვირში ყიდი დენს და მე ვერ ხვდები რას მეუბნებიან, იმიტომ რომ ნახეთ, მე ავაშენე, ჩემი გეგმა იყო, რომ შემოსავალი ჩავდე და ჩემი ბიზნესის გადასარჩენად მჭირდება გარკვეული რაოდენობის თანხა, რომელიც არ მაინტერესებს ძვირია, არ არის ძვირი, უნდა შემომივიდეს ამდენი. იგივე ეხება ფარმაცევტულ ბიზნესსაც. მაშინ, რა ქვია, ეხლა რო არის, აი ერთი წამალი შეიძლება ჯდებოდეს ერთი თეთრი, ხომ და ნუ რეკლამის გამოიშთობით ღირს ძალიან ძვირი. თან რამდენი წამალი თავის ტკივილს რამდენი არჩენს, ხომ? ნუ ერთი და იგივე შემადგენლობა არის და ეხლა მიგოთხასები და ისინი რო არის, ან კეტონალი, ხო? ნუ შეიძლება ციტრამონმაც გიშველოს, რა ქვია, რაღაც 80 თეთრი ღირს თუ რაღაც. ეს ძველ თაობას მოიხსენება, მაგრამ მე ბიზნესმენი ვარ, მე ამას ვარეკლამებ და შენ ამ დროს მოდიხარ და ნუ მეუბნები რომ ეგ ცუდი გადაწყვეტილება არის, ხო ვეტყვი ამათ, თქვენ გიჟები ხო არ ხართ, კაცო, ჩემი არის, ჩემი აშენებულია. ამიტომ კაპიტალიზმის და ამ ლიბერალური პოლიტიკის სივრცეში ძალიან საშიში არის ჰესების აშენება. ქალაქების აშენება. მე არ ვამბობ, რომ არ უნდა აშენდეს, უნდა აშენდეს, მაგრამ ეს უნდა იყოს სახელმწიფო საკუთრება. ჩვენნაირი ტიპის ქვეყანაში, რომელსაც პოლიტიკური გამოცდილება სახელმწიფოებრივი აქვს რაღაც 35 წლიანი, თუ 36 წლიანი და ამ წლების განმავლობაში, ნუ ეხლა დიდ ქულებს იწერს და დიდ წლებს იწერს, მაგალითად ქართული ოცნება, ხომ? ეხლა ჩვენი ქვეყანა დიდია, ისტორია დიდია, ყველაფერი დიდია, მაგრამ პოლიტიკური გამოცდილება ჩვენ ქვეყანას გვაქვს ძალიან სუსტი. თან არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენ, ანუ დუბაის რომ ადარებ უწებ შენ თავს, ანუ შვეიცარიას, ხომ? გეოპოლიტიკური სივრცე. შენ სახელმწიფოებრივად რამდენიმე რამის გამო ხარ საინტერესო. ერთი ის რომ მაგალითად
დღევანდელ პირობებში ახლა საერთაშორისო პოლიტიკაში რაც ხდება ხომ ახლა რო არის რო დაიყვნენ ეს ხალხი პროამერიკელებად და პროირანელებად ხომ ეს ცალკე პათოლოგია გვაქვს ჩვენ და ეს თემა რო გააქტიურდა მე ამას მოველოდები კარგია რომ შენ გადახვედი მაგეთკენ მაგ თემას მაინც უნდა შევხებოდით და ჯერ საქართველოში რაც ის დატრიალდა მაგ თემის ირგვლივ მაგალითად ვილაპარაკოთ თუნდაც საელჩოებთან რა გამოხტომებით თემებიც დაიდგა მაგაზეც მინდა და მე შევეხოთ საგარეოს შიგნით რაც ხდებოდა ჯერ მაგაზე ვილაპარაკოთ რა რას ფიქრობ შენი აზრით რა ქმედება იყო საელჩოსთან რაც ხდებოდა ის 2 დღე და მე აი სხვა უცხოურმა მედიებმაც გააშუქეს შეხედეთ მე თეირანში მე არა დაუშვათ ეს ლიბერალები აი ოპოზიცია ჩავიდა და იქ ცხოვრობს საელჩოსთან რომელიმე მივა რომ აი თქვას რომ მაგალითად ქართული ოცნება არის ავტორიტარული და ძირს ანუ აი მაქსიმუმ 15 წუთში პირისაგან მიწისაგან აღგვია სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური აზროვნების და პოლიტიკური გამოხატვის სერიოზული კრიზისი არის ნახეთ ჩვენი პოლიტიკური ველი არის ძალიან სუსტი ისტორიულად საქართველოს თბილისი უпроსორად მე-18 საუკუნიდან მაინც იყო კი მეგაპოლისი მრავალეროვნული მაგრამ დღეს არის ცოტა განსხვავებული ვითარება დამოუკიდებლები ვართ ანუ ესენი პოპულისტურად რო უტრირებენ რომ საქართველოს იყო მუდმივად მულტიეთნიკური თბილისი რა პირობებში ხდებოდა ეს როდესაც საქართველოს არ იყო დამოუკიდებელი ერთი იყო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში და იმ პერიოდზე უტრირებენ მუდმივად და აი ამ სამწლიანი საქართველოს დამოუკიდებლობის პირობებში ბრიტანეთის ოკუპაციაც რო იყო გაფორმებული, მაგრამ ჩავთვალოთ რომ დამოუკიდებლები ვიყავით მაგ პერიოდში იყო, ანუ ილია ჭავჭავაძე რო ითხოვს რომ ერთმა ქართველმა ისწავლოსო ეს მშენებლობაო და ყველა პოეზიას ნუ მიაწყდებითო რატო ითხოვდა იმიტომ რომ სომხები აშენებდნენ სომხები უშვებდნენ სასწავლებლად თბილისელი სომხები ყველას ენაცვალო ჩემ თავი ძალიან მიყვარს უშვებდნენ სასწავლებლად ევროპაში და ვისა პეტერბურგში ჩამოდიოდნენ და აშენებდნენ ხო და ილია ითხოვს რომ ქართველები რას ვაკეთებთო ნუ არ არის საჭირო რომ ყოველმა მეორე მომიტანოს ჩემს გამომცემლობაში ის რა ქვია იმას პოეზია ხო ერთ-ერთი იქიდან ვინც გამოდგა პოლიტიკურად იყო სტალინი ეს ერთი მაგრამ დღეს არის განსხვავებული სიტუაცია დღეს გვაქვს ეროვნული ანუ ეროვნულ სისტემაზე აგებული სახელმწიფოებრიობა ნახე ჩვენ ქვეყანას ქვია საქართველოს ეს ნიშნავს რომ საქართველოს არის ქართველები დასახლებული უნდა იყოს დასახლებული ხო ანუ აქ დომინანტური ძალა უნდა იყოს წარმოდგენილი ქართველებით თან გაჟღერებული ცნება ერთი აი ის მინისტრი გოგონა რო იყო ძალიან დიდ პატივსცემ მაგრამ ნუ მე იდეებს ვაკრიტიკებ ხო ნუ ეხლა ქალი არის და ქალის მიმართ არაფერი ცუდი არ უნდა თქვა ნუ ყოველ შემთხვევაში არ შეიძლება და პოლიტიკურად გავაკრიტიკოთ კაცო რატო უნდა უთხრა სხვანაირად ხო აი 10% დუბაიში ცხოვრობს 10% არაბიო დუბაის მენტალური და ისტორიული მდგომარეობა სულ სხვა არის და მათ შორის მეხსიერების ადგილები ახლა ეს ლიბერალები რასაც მსჯელობენ ხოლმე რომ ეს პიერ ნორა ვისაც აქ 1 ტომი მაინც აკითხული ან დასერჩილი მეხსიერების ადგილიც კი არა აქვთ ნორმალურად დუბაიში ანუ მაგალითად არაბული დუბაი ჩვენ გვაქვს ესეთი ბევრი მეხსიერების ადგილები გვაქვს თუნდაც ლიბერალური პერსპექტივიდან გამომდინარე და როდესაც შენ 3 მილიონიანი ქვეყანა ხარ დიდი ისტორიული გამოცდილებით და დიდი ანუ იდენტობით რომელიც ჩამოყალიბებული არის შენ ამ იდენტობას ხო ნუ ეკონომიკური რაღაც გაუგებრობის მოდი შეიძლება არ იცოდეს ადამიანმა და პირდაპირ ყოველ უნდა მიასკდე ხო ნუ უნდა უთხრა რომ დუბაის იდენტობა და ეს არაბული იდენტობა ოდნავ განსხვავებული არის მათ და მე ახსნი ამასაც და ჩვენი იდენტობა არის სულ განსხვავებული პირველი
ნებისმიერ დუბაილს რომ მკითხო შენთვის რა არის მნიშვნელოვანი იდენტობის თვალსაზრისით აი წაიკითხონ ხომ რეებს წერენ ისინი აი რამდენიმე ადამიანის პოსტი კი არა დავსერჩ სტატიების გავეცანი და ასე შემდეგ მათთვის მნიშვნელოვანი იდენტობა არის ისლამი თურქეთში რომ ჩახვიდე ხო ნუ ათათურქმა მოახერხა ის რომ აი ათათურქის კულტი არის მაგრამ მათთვის მნიშვნელოვანი არის ისლამი რატო არ არის მე თურქი ვარ ყველა ამბობს და თურქეთის დროშა ის მაგრამ თურქს შეუძლია იყოს თურქი ბრაზილიაშიც ანუ შეუძლია შექმნა სახელმწიფო ბრაზილიაშიც იმიტომ რომ იმ ადგილას ხომ არ იყო თურქეთი ყოველთვის ბიზანტიის იმპერია იყო ანუ მაყურებლებისთვის უფრო გასაგონად რომ თქვა ის მენტალობა რაც იქ არის და ეხლა ძალიან პოპულარული არის ადრე თუ ვენაში ბუდაპეშტში და მეებში მილანში იხდიდნენ დაბადების დღეს ეხლა აბუ-დაბი და საჰარა და ის ნუ ეხლა უდაბნო გახდა და სილა რა ქვია რომანტიზმის წყარო ხო მაგრამ ну, რა ვიცი ახლა მე დიდი სიამოვნებით გადავიხდიდი დაბადების დღეს სვანეთში ან საქართველოში ვიაროთ უფრო კარგი არის და უფრო მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის იმიტომ რომ ერთ პატარა ქვეყანაში გვაქვს ყველაფერი ალპებიდან რა ვიცი მთიანი ადგილებიდან დაწყებული ზღვით დამთავრებული და სილა თუ მოგინდება რუსთავსიქით უდაბნოც გვაქვს ფერადი უდაბნოც გვაქვს მთაც გვაქვს, წყალის გვაქვს, ყველაფერი გვაქვს. ანუ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ შენ არ უნდა წახვიდე არსად, მაგრამ მე ამ ადამიანების არ მესმის უბრალოდ, ნუ რა ვიცი, ყველას თავისი გაგება ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ, მაგრამ გემოვნების ამბავი არ მგონია აქ უფრო პოპულარიზაცია ხდება უკვე. თავარი არის იდენტობა. ანუ ქართველები ჩვენ პირველ რიგში ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ ქართველები. ხშირ შემთხვევაში ქართული იდენტობა, აი 2000 წელს თუ არ უცები 2000 წელს ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების პირობებში აღინიშნა საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლის თავი. ეხლა ამაზე რა ქვია ლიბერალ შეიძლება გაეცინოს, მაგრამ ძალიან სხვა რამეს ნიშნავდა ეგ. მაშინ რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობაო და აი ეს თარიღი რო აღინიშნა იყო ის რომ ქრისტიანობამდეც ვარსებობდით. ანუ ჩვენი იდენტობა პირველი არის აი ამ მიწასთან, ამ სივრცესთან დაკავშირებული. და არა, აი ახლა მე რა ვიცი ქრისტიანი ვარ, მართლმადიდებელი ძვლევლიც ის, მაგრამ პირველ რიგში მიწასთან მაქვს ეს თვით განცდა, რომ მე რომ დავუშვათ ვინმე ევროპელი ან თუნდაც არაბი ან ნებისმიერი ვინმე რომ შემეკითხება სად ცხოვრობ, ვეუბნები რომ აი კავკასიის რეგიონში. და ევროპო, ანუ ევროპის არა კავკასიის რეგიონი ორ მცირე კავკასიონსა და დიდ კავკასიონს შორის ევროპისგან გამოყოფილები ვარ ჩავის ზღვით, ხოლო აზიისგან კასპიის ზღვით. ეს გეოგრაფიული მონაცემი გვაქვს. ყველგან ამას ვუხსნით, გეოგრაფია არის ასეთი, თუმცა სამწუხაროდ თანამედროვე კავკასიოლოგებიც კი 19 საუკუნის ევროპელი რა ქვია მოგზაურების ტექსტებსაც ისშველიებენ, რომ ნუ რაღაც ის არის, მაგრამ ხო რომ საქართველოს კავკასიის რეგიონი არის ევროპა და ნუ ჩვეულებრივ დემაგოგია არის. ჩვენთანაც არის ეს მენტალობის პრობლემა. ნახე დაუშვათ ევროპის ქვეყნებში ფინეთში იმაში ადრე გამოქვეყნა ბიბლიოთეკაში რამდენი ადამიანი დადის. ძალიან დიდი პროცენტი, ჩვენთან დაბალი პროცენტით. ეს ბიბლიოთეკების პრობლემა სხვათა შორის მიიჩქმალა, იმიტომ რომ ყველა საჯარო ბიბლიოთეკა გადაკეთდა აიპად. და ადრე თუ შეგელო სამლარად მთელი წელი გესარგებლა, ეხლა 40 ლარი უნდა გადაიხადო. თან არის კერძო. ეს არის, როგორ გითხრათ, განათლებისადმი და აი ამ საჯარო ბიბლიოთეკებისადმი მიმართული ანუ განათლებას ხალხი ვითი იღებს წიგნებით, ხო? ცალკე პრობლემა არის, რომ წიგნები იქცა ბიზნესის ხელოვნურად გაბერილია ყველაფერი. ამდენი გამომცემლობა არის და აი გამომცემლობიდან, ნუ რა ვიცი, არავის არ ეწყინოს და მაგრამ 60% არის მაკულატურა. ერთი და იგივეს გადამღერება, ნუ აი კარგი გასაგებია, ეხა ჰიუგო რამდენჯერ უნდა გამოსცე.
და ერთი აი მაგალითად რამდენს გინახავთ ლოხვიცკის ღმერთების ძახილი გამოცემული, ანუ ხო, არავის არ გაუგია ეს. არადა არის ჩერქეზი მწერალი, რომელმაც ძალიან მაგარი ტექსტი შექმნა. მიხო ბეროშვილი არის მაგისი მთარგმნელი, ძალიან კარგი გამოცემა არის. რამდენს გვაქვს წაკითხული? ხო? მაგალითად ერთმა აფხაზმა მწერალმა დაწერა უბიხების გაქრობაზე. ამაზე რატო არ წერთ? ხო? ამას რატო არ ვკითხო, არ გამოვცემთ. არა, ეს პათოლოგიურად, ნუ რაღაც აი ევროპაშიც რო არ კითხულობენ, ისეთ ლიტერატურას თარგმნიან უკვე. და ეს ყველაფერზე აისახება თვით იდენტობის ღვევაზე. მე იმას კი არ ვთქვი, თუმცა ჩვენ ზარმაციერი ვართ. ანუ ბევრი მეუბნება რომ აი კითხვის დრო არ მაქვს, მაგრამ შეუძლია რომ საათობით იჯდეს ტელეფონთან და კომენტარებს ჩაყვეს ბოლომდე. და საკუთარი კომენტარის 1-15 ჯერ წაიკითხო. ლაიქების დაცვლაც მინახავს შენ წარმოიდგინე. მაგალითად, ბევრი PDF ვერსია არის პარლამენტის ბიბლიოთეკის გვერდზე. უნიკალური რაღაც გააკეთეს პარლამენტის ეგრეთ წოდებული ემიგრანტების ბიბლიოთეკა, სადაც PDF ფაილები არის ძალიან ბევრი, ყველა ქართულად გამოცემული წიგნის. და ძალიან მნიშვნელოვანი არის, აი მაგალითად მე რომ ვერ ყვევი ამ ყველაფერში, მე არ მქონია ნათელხილვა, ხო? ნუ რაღაც წიგნები წავიკითხე, მაგალითად ეს საჯარო პოლიტიკა თუ როგორ წარმოებს და ნუ რაღაცა აზრზე მოვედი აი ამ საჯარო პოლიტიკის. ასევე ძალიან ბევრი ტექსტი არის ამგვარი. ეს ერთი. მერე მეორე. ჩვენ ისევ პოლიტიკურ თემას რომ დაუბრუნდეთ, თანამედროვე პოლიტიკის სივრცეში, საჯარო პოლიტიკის სივრცეში ძალიან როგორ გითხრათ, ქართული ოცნების პოლიტიკური ხედვა მთლიანად ეფუძნება პოლიტიკურ ლიბერალიზმს. ნუ ამ ეტაპზე კონსერვატიულ ლიბერალიზმს, სადაც მთელი ინტელექტუალური რესურსი ეფუძნება მართლაც ძალიან დიდ ლიბერალურ ლიტერატურას, რომელიც ითარგმნა ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით და დიდი ინტელექტუალური რესურსი და სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს ალტერნატიული რესურსის შექმნის საშუალება, ხო? ნუ პოლიტიკური გუნდის შექმნისათვის რომ დაიწყო ეს მოქმედება 90-იან წლებში, ხომ? ამისათვის მომზადდა და საგანმანათლებლო რეფორმა. ეხლა ერთი ადამიანი, აი დაუშვათ ზურა, რომ ლაპარაკობს რეალ პოლიტიკაზე, ბევრს არ ესმის ამ ცნების მიღმა რა დგას. იმიტომ რომ რეალ პოლიტიკა ბევრს გონია რომ ნუ აი რეალური პოლიტიკა სამწუხაროდ ფინანსური თვალსაზრისით კონსერვატიული სივრცე და აი ეს ალტერნატიული პოლიტიკური სივრცე არის ძალიან სუსტი. ეხლა აღარაფერს ვლაპარაკობ, მაგრამ აიც ვახსენებ ეგრეთ წოდებულ სოციალისტურ მოძრაობებზე, რომელიც ეხლა დაიწყო, აი ცოტა როგორ გითხრათ, სოციალისტური მოძრაობები დაიწყო ძველი სოციალისტური პრინციპებით. ანუ ეს ნიშნავს მკვდრის გაცოცხლებას. მცდელობას უпростоრად, რომ აი მოდი მკვდარი გავაცოცხლოთ და რატომ? პოლიტიკური თვალსაზრისით კი ინტელექტუალური ლიტერატურა არის მარქსი თარგმნილია კაპიტალი, მარქსის შესახებ არაერთი ლიტერატურა არის თარგმნილი და მათ შორის ბევრი მარქსისტის თეორიებიც არის ნათარგმნი, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით დღეს მე ვერ ხვდები რას აკეთებს ეს ხალხი, ანუ ნახეთ ნაციონალისტურ ფარგლებში ჰიტლერის ხელისუფლების და ნუ მთელი მუსოლინის და იმების ქვეშ ერთხელ უკვე დამარცხდა ნაციონალიზმი, όμως ნაციონალისტურ საბურველში. სოციალიზმი, ანუ ის ხო იყო პარტია ნაციონალ-სოციალისტების. აი მთელი ეს მოძრაობა ეს იყო. მერე ყველაზე დიდი კრახი სოციალიზმმა განიცადა საბჭოთა სივრცეში. ეხლა ესენი რასაპირებენ რომ ჩვენ პოლიტიკურად, ასე რომ ვთქვათ, პოლიტიკურ ნიჩფრიდს ვუპირებთ, მაპატიე ცინიზმისთვის, პოლიტიკურ ნიჩფრიდს ვუკეთებთ ჩვენ საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ მარხს, მაგრამ დღეს შეუძლია საქართველოს რომ სოციალისტური პოლიტიკა არ წარმოოს და რითი? დავიწყოთ ზრუნვა ეკოლოგიაზე. აი
ნახეთ, ეს სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა არის, იმიტომ რომ 90-იანებში პოლიტიკური მოძრაობა დასავლეთის სოციალიზმის ფარგლებში დაიწყო, მწვანეთა მოძრაობა იყო ეს ზურაბ ჟვანიების ჟვანიებრო შემოიყვანა. ხო, და მუშტაიდის ბაღში ჰქონდათ ჩემს ეზოს წინ მე მაშინ იქ ცხოვრობდი. ხო, მუშტაიძე არ დამავიწყო რაღაცა უნდა ვთქვა კიდე. პარტია და ნუ რაღაცებს იმაში მე ფული შემოვიდა კავკასიოლოგის გახდა, მოკლედ ეგ ცოტა ნაკლებ საინტერესოა, მაგრამ ანუ ნახეთ, ქართულ პოლიტიკის ველზე რა ხდება. დომინანტურად არის წარმოდგენილი ლიბერალური იდეოლოგია და ამ ლიბერალურ იდეოლოგიას შეიძლება იყოს ლიბერტარიანული და იყოს კონსერვატიული, მაგრამ აი ხელისუფლები და ამორჩეველი იბნება, ხომ? რომ ნუ თქვენს რომ მაგალითად ოცნება განკონსერვატდა. არ გაკონსერვატებულა, ეს არის კონსერვატიული ლიბერალიზმი. ერთ-ერთი მიმართულება ლიბერალიზმის და რასაც ნუ დღეს ამერიკაში ეს მართველი ხელისუფლება აწვება და ეხლა ნელ-ნელა დასავლეთისაკენაც გადავალ და კიდე არ დამავიწყო ერთი კვლევა, რომელზედაც პასუხი უნდა გავცე. მანამდე ამას ვიტყვი ამ კვლევაზე პატარა რეპლიკას და მე გადავალ საერთაშორისო შეფასებაზე და ძალიან რა ქვია გთხოვთ კითხვები დავსვათ ვისაც რა გაინტერესებთ, იმიტომ რომ მე ახლა რაღაცებზე რო ვლაპარაკობ, ეს შეიძლება ბევრისათვის ცოტა გაუგებარი კი არა და ის იყოს მაბეზრებელი. მაყურებელი უკვე მიეჩვია და საკმაოდ ისეთ გემოვნებელი მაყურებელი მყავს, იცის რა არის გემრიელად და კარგად სასმენი, პლუს ამას ამყარებ ყველა შენს ნათქვამ სიტყვას ამა თუ იმ წიგნით, რომელზეც ნებისმიერ დროს შეუძლიათ გადაამოწმონ, რომ რამდენად სამბობ და ეგ მომწონს ძალიან. ის პლანშეტიანმა სახელი არ ვიცი მაპატიეთ, ვერ გავიხსენე კიდე. აი კვლევაზე რომ თქვა, რა კვლევა არ არის აუცილებელი ჯობდა არ ყოფილიყო საერთოდ იქ და რა აუცილებელია მაგის სახელის გახსენა. ჩემი ოჯახი 1976 წლიდან ცხოვრობდა გიორგი წაბაძის ქუჩაზე, ეგრეთ წოდებულ 16 სართულიანებში. როცა აშენდა ეგ ბინა, ბაბუაჩემმა მიიღო მაშინ. ანუ მთელი ცხოვრება გავიზარდე მე აღმაშენებლის მინდებარეთ, ეგრეთ წოდებულ პლეხანოვზე. ანუ დღემდე ამ უბანს საერთო სახელით მოვიხსენიებთ პლეხანოვად. ერთი ქუჩის ისტორია ავიღოთ კვლევებში. ანუ რო ეკითხებოდა რომ აი თქვენ რა შენიშნეთ არაბიზაციის, ხო, მაგალითად. ჩემს ბავშვობაში თან 99 წლიანი ვარ მე. ნუ ჩემი ბავშვობა და ცხადი მოგონებები, რაც მაკავშირებს ამ უბანთან, დამეწყო 1996 წლიდან, როცა სკოლაში მივედი, მე 18 სკოლაში ვსწავლობდი და ნუ ბავშვები ხან რა ქვია, ვარენიკებს ჭავდით, დღევანდელი ახლა რაღაც რესტორანი არის გახსნილი და ნუ მთელ ამბებში ვიყავ და აღმაშენებლის გამზის არ გამწდარ ვარ. ამას არ ვამბობ სნობობის გამო, არამედ როდესაც აღმაშენებლის გამზირზე გავდიოდით, იქ მუდმივად იყო ერთი თემა. ძირითადად იყო ქართული მოსახლეობა და ნელ-ნელა იწყებდა ბიზნეს სექტორის განვითარებას რაღაც უცხო პროდუქციით. და პირველი ასე რომ ვთქვათ, ჩემთვის უცხოდ თვალს მოხვდა ეგრეთ წოდებული 2004 წელს იყო მე მგონი თუ 5-ში ჩინელების მასობრივი ჩამოსვლა. ბიზნესის ჯერ თურქებამდე. და ჩინელებმა გაახსნეს ეს რაღაც მაღაზიები, ნუ ქართველები დაეწაფნენ ამ სუნიან საქონელს და ნუ ზოგი მიხვდა რომ სიბანძი არის და ის. ეხლა ჩინელები აღარ არიან იქ. მერე იყო 2009 წლიდან თუ არ ვცდები და მთელი პრობლემა იყო თურქების შემოსვლა. მაგრამ თურქებს ოდნავ ის და განსხვავებული მენტალობა აქვთ არაბებისგან და ამიტომ აქვსნი რა თურქები ვერ ეტანენ არაბებს და ანუ მოსახლეობასთან ინტეგრირდნენ, მაგრამ დღეს რა ხდება? ანუ ჩემს ბავშვობაში წლების განმავლობაში აქ მე აღმაშენებელზე ასე რომ ვთქვათ ან ძირითადად ვთქვათ ქართველები. ოღონდ ნაციონალიზმში არავინ დაბდოს ბრალი.
თუ ვინმე დამდებს ბრალს კიდე რა ვიცი ამ ბრალად ვერ აღვიქვა. დღეს აი ეხლა ცხოვრობ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე. რომ გავდივარ სასტუმრო რომელიც ჩემს ახლად ძალიან ახლოს არის. აქ ნაყიდი ყაზახეთის რა ქვია მოქალაქის. მეორე სასტუმრო რომელიც მის გვერდზე არის გახსნილი, აქ არაბ მოქალაქეს თუ არ ვწდები ნაყიდი. ძირითადი სტუმრები არიან არაბები. წინამძღვრიშვილის ქუჩაზე. ბოდიშით ამ სიტყვაზე, მაგრამ სად ნახულობენ ამდენ მასაჟისტ ანუ წელტკივან კაცებს, ხო? გახსნილი არის ეს წელტკივანი კაცების ცენტრები. ეს ერთი. მეორე ქართული რესტორანი არის ჰ1 და ეს პიცა დე რომა ის ქართველის არაფერი არ არის იქ გახსნილი. ბოლოს სასტუმრო ის კინოთეატრი აპოლო მიგდებული არის სავარაუდოდ იქ რაღაც სასტუმრო გაკეთდება. კინოთეატრი რომელიც მარჯანიშვილის მეტროსთან იყო და სადაც ბავშვობაში ბევრი ფილმი მაქვს ნანახი დღეს ის არის ვერავინ ვერ გაიხარა იმიტომ რომ იქ უნდა იყოს კინოთეატრი უნდა იყოს არის უბრალოდ გახსნილი ხან DBG მარკეტს ხნია ხან BBG-ს ანუ რა მნიშვნელობა აქვს შენ ჩინურ ტანსაცმელს როგორ გაკიდი ხომ ნუ არ შეიძლება ესეთი რამის არის და ის უნივერსალური უნივერმაღი რომელიც მარჯანიშვილზე იყო უნიკალური შენობა დღეს TBC-ს აქვს ნუ ბრწყალებში დათრეული ხომ ნუ რაღაც აი არ შეიძლება ბანკების და კერძო საკუთრების ქვეყანად ვაქციოთ აი მოდი შევადაროთ მე ეს ადამიანი არ ვიცი სად გაიზარდა ალბათ ბავშვობაში აქ არის დამყოფი ან ის მაგრამ ეხლა ხაშურში არაბიზაცია არ დაიწყება, იმიტომ რომ არაბისთვის ხაშური არის ნაკლებ საინტერესო. იმიტომ რომ არიციან ხაშურის როგორ გითხრათ. რაიონებიც მოიყვანე ხა ხალხს არ ეწყინოს ხაშურს გადაეკიდაო კაცო, რა იყო. არა, ხაშური ძალიან მიყვარს, უბრალოდ ხაშურში მოდის უნიკალური შამპანიური გამოსაყვანი სათესლე საშუალება. ერთადერთი მან მოდის, იმიტომ რომ ის კლიმატური პირობები იძლევა მაგას. ეხლა თუ მაგას გაიგებენ, შეიძლება დასახლდნენ, მაგრამ გზები არ მოეწონებათ, იქო კომენტარში დაგიწერეს. ხო, გზებიც, მაგრამ თავარი რა არის? აიღებენ და ხაშური გადარჩება რატო? იმიტომ რომ გზა არ გადის მაგეთ. ძირითადად და ქუთაისი გადარჩება, იმიტომ რომ ის გზა არ მიდის. თავარი ტრასა რაც არის. მე ვარ არაბი ბიზნესმენი, ხო? მე უნდა ჩამოვიყვანო არაბები აქ და რა მოიწონება არაბს? რას ვერ ნახულობს? ზღვას და ბუნებას. აი ეხლა დაუყევით იმ საქართველოს ტერიტორიას გზის პირას სად არის ყეპარკი მისცეს ბუნება რაც აკლიათ და გონიო უბრალოდ მე ვერ ხვდები რაღაცას აი ეს არაბმა რანაირად ნუ მთელი აღჭურვილობით როგორ ჩადიან ზღვაში ნუ მე არ მესმის ხო მე მათებს სცენები ნანახი პოლიტიკურად მოდი ახლა სანამ საერთაშორისოზე გადავალ შევაფასოთ ერთი რამ ძალიან მნიშვნელოვანი რომ ანუ ქართული პოლიტიკის გამოსავალი არის რომ ლიბერალური იდეოლოგიის ალტერნატივა გაძლიერდეს ეს ნიშნავს იმას რომ მიზანმიმართულად პირველი როგორც დაიწყეს იმათმა ისე უნდა დაიწყოს ეს პოლიტიკური მოძრაობა რომ ფიზიკურად გადავრჩეთ ამას ახსნი რატომაც ბოლოში იმიტომ რომ ყველაფერი რაღაც იდეოლოგია იწყება ბოლოში მთავრდება ეხლა ვინმეს თუ გონია რა ქვია შპენგლერს დაიკითხავს ევროპის დაის და მართლა დასრულდება არ არის მასე საჭირო არის მაგალითად ითარგმნოს ან თუნდაც აი ავგუსტ როჩაუს რეალ პოლიტიკის პრინციპები ჯონ მეარშეიმერის ტექსტები რომელიც ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი არის და აი ლიბერალიზმს ასწორებს მიწასთან მსგავსი ტექსტები საჭირო არის პოლიტიკური განათლების კუთხითაც კი იმიტომ რომ ნახეთ პოლიტიკას ქმნის რამდენიმე ადამიანი
დღეს ჩვენ დებატებში რასაც მოვესწარით, ხომ, ნუ 5 პოლიტიკური ფიგურა იყო წარმოდგენილი, რომელიც ქმნიდა პოლიტიკურ დღის წესრიგს. ნუ რეალურად პოლიტიკა რაც იყო, აი ამ დისპუტში იყო პრემიერსა და ზურაბ მახარაძეს შორის, ანუ ერთი პოლიტიკური პოზიცია და მეორე პოლიტიკური ალტერნატივა და ანუ დანარჩენის შეძახილი ხეს რატომ აი ვერ გავიგე უბრალოდ რა იყო, ხო? ნუ პოლიტიკურ დისპუტში მიდიხარ და ნუ ერთი ფილმი არის ეგზისტენციალური ფილმი, დიდ ტყეპარკს აშენებენ და ერთ ტიპს უნდა რომ ქვა გადაარჩინოს და იმ ქვაზე ზინავს. ხო, ნუ საბოლოო ჯამში ის ქვა არ გადარჩება. და ნუ რაღაცა ესეთ იმაში ვართ რა ჩვენ. და მეორე აუცილებელია პოლიტიკური აზროვნების და პოლიტიკური ალტერნატივის განვითარება. ეს ეხება საგანმანათლებლო სისტემასაც. რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს პირდაპირ მითითებული, რომ პოლიტიკური მეცნიერებათა პროგრამაზე მიღება ბავშვების და მათი სწავლა ემსახურება ლიბერალური პოლიტიკის პრინციპების გატარებას. ილიას უნივერსიტეტს არ ქონია, მაგრამ ერთი ტექსტი აქვს, როგორ გავიგოთ პოლიტიკა. დიდი სქელი წიგნი არის. დასაწყისში წერია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური თვალსაჩინო განხილული იქნება ლიბერალური პოლიტიკის საფუძველზე. საქართველოს უნივერსიტეტს პირდაპირ ანუ გრაფაში აქვს მითითებული აღწერაში პროგრამის, რომ ჩვენი მიზანი არის პოლიტიკური ლიბერალიზმის დამკვიდრება საქართველოში. და წარმოიდგინეთ, აი ამ ხელა მასა, რესურსები, ფინანსები, ყველაფერი და ალტერნატიულ პოლიტიკურ სივრცეს რა აქვს? 4 კაცი, რომელიც ლაპარაკობს ამაზე. და ისიც რეგიონებში არ უშვებენ აი ამ ტელევიზიას და ნუ ტელევიზია ფინანსების გარეშე, ნუ ეხლა იმეც რაღაც რა ქვია ის დაუბლოკეს და TV პირველს ფინანსები და ისტორიაში არის. ხო და ეს მე ვლაპარაკობ მიკერძოვების გარეშე, როგორც მართლა. აი გარედან რომ შეხედო ერთადერთი ალტერნატიული ტელევიზია არის აი ამ პოლიტიკური იდეოლოგიის მიღმა, ეს კონსერვატიული მოძრაობა, რომელიც ვერ ტვირთავს მათ შორის ტელევიზიასაც, იმიტომ რომ იმას ჭირდება გადაცემა კონსერვატორები საქართველოსთვის და ყველგან ვერ არიან თან ყველა სიხშირეზე და არხზე, იმიტომ რომ ეს ფინანსებთან არის დაკავშირებული ძალიან დიდთან. ხო და აი ეგ არის რა, ნუ სამწუხარო და წარმოიდგინეთ ამ ლიბერალ ყველაზე პოლიტიკის მეცნიერებაში მეგობრებო არსებობს 2 ცნება. ერთი აი პოლიტიკა როგორ უნდა ვაწარმოოთ, ღია ჯგუფი და მეორე არის ფარული ჯგუფი. ღია ჯგუფი არის ის, რასაც საჯარო პოლიტიკას უწოდებთ და პოლიტიკური პარტიები პოპულისტური სოფლხედველობით საზოგადოებაში პოლიტიკის, აი ამ პოლიტიკური იდეოლოგიის მხარდაჭერას აღვიძებენ და მეორე არის ფარული ზეწოლის ჯგუფი. რასაც ვეძახით NGO სექტორს. NGO სექტორის მიზანი არის რა, რომ ცნებები და ტერმინები ის, რაც ღია პოლიტიკურ ჯგუფებში გამოიტანება, ხომ, იყოს მხარდაჭერილი. მაგალითად, ტოლერანტობა ხისიერად რა მოგდით აზრად ლიბერალი, მაგრამ შენ რო გეუნებია რომ არატოლერანტი ხარ, უკვე იბნევი, იმიტომ რომ ვიღაცამ სერიოზულად იმუშავა ამაზე, რომ ეს არის კარგი ტერმინი. ვიღაცამ იმუშავა იმაზე, რომ თავისუფლება არის სწორედ ის, რასაც გეუბნება მაგალითად ევროპა და ევროპა რასაც გეუბნება არის კარგი. და მე იქმნება ამისაგან მასა, ანუ საზოგადოებრივი მხარდაჭერის ჯგუფი, როგორც ბუნებრივად. ამდენი ხალხი რო გამორბის. ეს ბუნებრივად მოხდა 35 წლის ნაგროვებია ეს ყველაფერი დანია პატარა. ხო, რა თქმა უნდა და მე ეს არის ადამიანის ფსიქიკა, მას განგაში ერთვება. მე
ბევრი მეგობარი მყავს მათ შორის, რომელიც მყავდა ნაწილობრივ, რომელიც დადის იმ აქციებზე, მე მათთან პოლიტიკურ დისკუსში არ შემოვდიოდი, მაგრამ თუმცა თუ შემოდიოდნენ, ჩემი ადეკვატური პასუხის მერე ამთავრებდნენ ურთიერთობას, იმიტომ რომ ნებისმიერი ტერმინი, რომელსაც და ნებისმიერი პოლიტიკური იდეა დღეს, რომელსაც ლიბერალური პლატფორმა აჟღერებს, არის სარწმუნოებრივი ელემენტი შემცველი, იმიტომ რომ ეს არის სეკულარული დაკვეთა. და ეს არის სეკულარიზმის ერთ-ერთი, ანუ ადამიანის ფსიქიკა რელიგიურად არის ხო მოწყობილი. მას ჭირდება მართველი, ჭირდება სარწმუნოებრივი იდეოლოგია. ყავდა ერთი სტუმარი, რომელიც ყოველ წუთს იყენებდა სიტყვა ბელად და ბელადი არ დაბადებულა, ჯერ და ბელადი მჭირდებაო. იყო ეგეთიც, საკმაოდ. ბელადები ყოველთვის იარსებებენ ოღონდ სახეშეცვლილი სახით. ნახეთ, პოლიტიკა დაიწყო მაშინ, როდესაც აი წარსულ დროში ერთმა წარმოიდგინა თავისი თავი მმართველად რამდენიმე ჯგუფის ადამიანის და მეორემაც იგივე გააკეთა. ესენი ებრძოlen ერთმანეთს და დაამარცხეს. ადამიანი, აი ალფრედ ადლერი ესეთი ძალიან მაგარი ფსიქოლოგი იყო, რომელმაც თქვა, რომ ადამიანის ფსიქიკის არსი არის ძალაუფლებისკენ სწრაფვა. იმიტომ რომ ჩვენ ბიოლოგიურად ესე განვითარდით თვითგადარჩენით, ანუ ადამიანის არსებობის მთელი ისტორია არის თვითგადარჩენა. და ამან გამოიმუშავა, რომ ჩვენ ჭირდება ძალაუფლებისკენ ტოლვა. ზოგი ძალაუფლებას ემორჩილება, ეგრეთ წოდებული მასის ფსიქოლოგიის მხარდამჭერები, ვინც არიან, ინიციატივა არ გააჩნიათ, ანუ მათ ჭირდებათ უბრალოდ მხარდაჭერა და მეორე არის ბელადი, რომელიც და მართველის ხატი, რომელიც იბადება. ეხლა აქ როგორი სიტუაცია არის შექმნილი, ლიბერალებმა შექმნეს, რომ ჩვენ ბელადები და ჩვენ ასე რომ ვთქვათ, ავტორიტარი ლიდერები არ გვყავს, არამედ ეს არის ჯგუფი. თუ დააკვირდებით ეხლა იმის თეორიაში არავინ დამადანაშაულოს ის რო არის რაღაც თეორიას რო ეძახიან სახელსაც ვერ ვიხსენებ, ხო, მმართველობითი ორგანო ევროპის ძალიან გავს მაგალითად ბაბილონის ერთ-ერთ ნახატს, ანუ ბიბლიური სიუჟეტები ხორციელდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, აი ეს ხელისუფლების წარმომადგენელი ვაშინგტონი, ხო, მაგალითად ის არის აღებული ზევსის მხატვრობის, ანუ ღვთაებრივი ელემენტი და სხვათა შორის ამას ალბერტ კამიუს აღნიშნავს, რომ ღვთაებრივი ელემენტი პოლიტიკურ ლეგიტიმაციას ჭირდება, რომ აი ამ ღვთაებრივის გარეშე არ გამოდის არაფერი, ღვთაებრივი ელემენტის გარეშე. იგივე ეს ამბობს მაგალითად კარლ შმიტი, ხო, რომ ნებისმიერი პოლიტიკური რადგან ამ თემას შევეხეთ, ნახე, მე გიორგი დარაცელიასაც რომ ყავდა სტუმრად, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი საერთოდ პოლიტიკასთან ახლოსაც არ არის და არ სწავლობს ხოლმე პოლიტიკაზე. იქ სხვა კუთხით დავუსვი სექტაზე შეკითხვა. ანუ უკიდურესობაში ვიცით ხოლმე ქართველებმა ყველაფერში გადავარდნა და როგორც ეკლესიაში მეთქი სიღრმისეოთ არიან ადამიანები, ვინც სექტანტურად არიან უკვე და რეალურად არ უყურებენ მრევლის პოზიციიდან, როგორი უნდა იყოს მრევლი და სექტანტიზმში აქვს ბევრს გადასული თქო და ანალოგიური განმარტება მჭირდება შენგანაც, მანაც ახსნა თავისი კუთხით ეს სექტანტიზმი რატო ხდება და როგორ ხდება და შენც მინდა რო ახსნა თვითონ პოლიტიკაში როგორ ხდება ხოლმე სხვადასხვა ბელადის და სხვადასხვა ჯგუფების სექტანტურად ხალხის შეფუთვა ისე რომ აი ჩასაფრებული არიან და აი გაფეტიშებული და რაღაცა იქ გაიდეალიზებული ყავს და რომ აი იქ თემა მაინტერესებს პოლიტიკურად როგორ ხდება, იმიტომ რომ 15 წლის განმავლობაში იყო რამდენიმე მთავრობა და ყველა მთავრობის ხელში ჩამოყალიბდა და ყველა პოლიტიკური ძალის ირგვლივ ჩამოყალიბდა ეგეთი პატარ-პატარა სექტები. აი მაგალითისთვის ვიტყვი, სადღაც 30-40 წლის შემდეგაც კი და შეიძლება 60 წლის შემდეგაც ვიღაც შემორჩეს ნაცების მხარდამჭერი. აი პატარა მოკლე მაგალითი ვთქვი რა. და თქვას, რომ აი მიშა მაგარია. და აქედან გამომდინარე გეკითხები პოლიტიკურ სექტანტიზმზე რა ხდება. იგივე პრინციპით მოქმედებს, ნახეთ, აი ფროიდს აქვს ძალიან კარგი ნაშრომი და იმასაც გუსტავ ლებონსაც, ეხლა გუსტავ ლებონი ლიბერალებისთვის ცოტა მიუღებელი არის და დღეს, მაგრამ აი ფროიდი ხომ მისაღები არის. ფროიდს აქვს მასების ფსიქოლოგია და მეს ანალიზი. სადაც წერს, რომ ჯგუფის მოთხოვნილება არის, რომ იდეას
ეფუძნებოდეს უკრიტიკოდ. ეს წამოიღო სხვათაშორის იმანუელ კანტის ცნებიდან, კონკრეტულად რელიგია როგორც ბუნების საზღვრებში ტექსტიდან, სადაც ძირითადად აღებული არის რელიგიის ბუნების არსი, ხომ? ადამიანი, რომელიც იმყოფება უმწიფარ მდგომარეობაში, არის გაუნათლებელი, ასე რომ ვთქვათ, მას აუცილებლად ებადება ფანატიკური განცდა, იმიტომ რომ შიშია იმისი, რისიც, ასე რომ ვთქვათ, ჯერა და თავისი თვითგადარჩენისთვის, მათ შორის ფიზიკური და სულიერი, ხომ, მენტალური თვითგადარჩენისთვის სჭირდება ის შეერყევა. სხვათა შორის, თუნდაც სასულიერო სივრცესთან ბევრმა სასულიერო პირმა უკვე თავის ეკლესიის გარშემო დაიწყო ეგრეთ წოდებული კატეხიზაცია, ანუ მცირე სკოლების შექმნა, სადაც მრევლს ასწავლიან ახალ აღთქმას. ანუ რისი უნდა სწამდეს. იგივე არ აქვთ დაწყებული, მაგალითად, თუ აქციებს დააკვირდებით ყველას, პოლიტიკის მეცნიერებების კუთხით და თუ დააკვირდებით, ვინც პოლიტიკის მეცნიერებებში, ასე რომ ვთქვათ, ერკვევა, პოლიტიკური ანგაჟირება ნაკლებია. როდესაც ესეთ ადამიანებთან მაქვს შეხება, ხოლმე, მათ როგორც წესი აქვთ ნაკლები ცოდნა, ან საერთოდ არ აქვთ პოლიტიკაზე და მოდიან თავიანთი საკუთარი პრობლემებით, დახუნძლულებით და ამ პრობლემების პროექციას ახდენენ. მაგალითად, ჯგუფი ძალიან მნიშვნელოვანი არის, სადაც იბადება საერთო თვითიდენტობა და ასე რომ ვთქვათ, ეს რეფლექსია, ხო? და მათი აქტივობები ეს ფრანკლინის კლუბი და ეგეთი რაღაცები არის აქცენტირებული რაზე, ანუ როგორ ასწავლიან. ეგ არის თანმიმდევრული, რომ მე, როდესაც სწავლობ დაუშვათ ჯონ სტიუარტ მილის თავისუფლების შესახებ, ამ ტექსტს სწავლობ უკრიტიკოდ. ანუ მე რომ ვთქვა, რომ ჯონ სტიუარტ მილის ტექსტი თავისუფლების შესახებ არის სრული იდიოტიზმი, ხო, მე შეიძლება ჩამხოლონ, იმიტომ რომ მათ ბიბლიის ნაცვლად მიიღეს განათლება აქედან, ანუ მათთვის ტექსტები წყალიბდება სარწმუნოებრივად. ამას არ ვამბობ რაგვია რაღაც იმების გარეშე. მაგალითად, იმანუელ კანტი ავიღოთ, ხომ? იმანუელ კანტის რუსული ფილოსოფიის კრიტიკა ვის აქვს მოყვანილი? არავის, იმიტომ რომ რუსეთი ცუდია, ბნელია და ასე შემდეგ. ანუ კანტის კრიტიკა როგორ შეიძლება? მან თვითღმერთი გააკრიტიკა, ხომ? იგივე დამოკიდებულება ჰქონდათ მაგალითად საბჭოთა კავშირში მარქსის მიმართ. დღეს იგივე დამოკიდებულება აქვს ბევრი ტექსტის მიმართ, ხომ? რომ მაგალითად ადამიანს უსვავს შეკითხვას, რომ ლიბერალური იდეოლოგია დაფუძნებული არის მაგალითად დღეს, ანუ ჯონ როლზის ტექსტზე. უკეთეს შემთხვევაში შეიძლება ადამიანს წაკითხული არ ქონდეს ეს და შეეროდეს და უარეს შემთხვევაში მან იცის ეს ტექსტი და მას მიღებული აქვს როგორც წმინდა წერილი. ეს არის მთავარი. ერთადერთი, ანუ ხასიათით. ერთადერთი რო ეუბნები, რომ მაგალითად თუნდაც წმინდა წერილთან დაკავშირებით, კაცო, მეოთხე საუკუნეში იყო ორი განსხვავებული სკოლა, ეგრეთ წოდებული, კი არა და ანტიოქიის და ალექსანდრიული, რომლების დაპირისპირებულები იყვნენ ერთმანეთთან, ხო? იმას სხვა განმარტება ჰქონდა, ამას სხვა განმარტება ჰქონდა. ქრისტიანობას აქვს, როგორ გითხრათ, კრებსითი ხასიათი, კრიტიკული ხასიათი, განსაკუთრებით ბიზანტიის პერიოდში. და ეს მათ კარგად იციან, ხომ, ეს ვინც დაწერა, კარლ პოპერი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იდეოლოგი ამ ლიბერალური განათლების, სადაც პირდაპირ თეზისურად მის ნებისმიერ ტექსტში არის ჩამოყალიბებული ეს ლიბერალური პრინციპები როგორც სარწმუნოებრივი პრიზმიდან, იმიტომ რომ მან ფაქტობრივად ლიბერალური რელიგია შექმნა. და ნებისმიერი ესეთი ადამიანი, როდესაც ხვდება ამ უკრიტიკოდ, ამ საზოგადოებაში, პირდაპირ იღებს ჯგუფში თანამონაწილეობას
და როდესაც ეუბნები შენ მაგალითად რომ აი შენი იდენტობის მახასიათებელი რა არის, აი მათ ენაზე რო ელაპარაკები. აი ჩემი იდენტობის მახასიათებელი, იცით რა არის? აი ფრენსის ფუკუიამამ ხო დაწერა იდენტობა. მოდი იქიდან მოვიხმობ მეთოდოლოგიას, ან რამე. აი შეეშვი ფრენსის ფუკუიამა არის, ერთი ლიბერალი პოპულისტი ფილოსოფოსი, რომელიც აი სქელწიგნებს წერს. როგორც აღწერენ ხოლმე საქართველოს ისტორიაზე სქელწიგნებს და ერთმანეთის გადაწერა გადმოწერაში არიან. ეგეთი დასავლეთ და ეჭვის თვალით გიყურებენ რომ დასავლეთში პოპულიზმი არის? როგორ შეიძლება? ეს ხო მაგალითად ოქსფორდ მოდი შევეხოთ, აი მაგალითად რა არის ქრისტიანული დემოკრატია? ერთ-ერთი ტექსტი არის გამოცემული. მოტრიალდი ამ ქვეყანას, მობრუნდი ამ ქვეყანას. ხო. აი უკვე გადავედი აბა კითხვები. გაგექცა, წახვედი და აღარც გაგაჩერე. ნახე დანიელ, საქართველოს კუთხით იმდენი ვისაუბრეთ უკვე და ქართულ პოლიტიკაზე, ძალიან მინდა რომ არ გამოვრჩეს, საათნახევარი გავიდა და დიდხანსაც რო ვალოდინოთ მაყურებელი. ახლო აღმოსავლეთის თემასაც მინდა რომ შეეხო. შენი პროგნოზი როგორია ზოგადი? და მე ერთი კონკრეტული თემის კითხვა მაქვს საზოგადოებასაც დარწმუნებული ვარ რომ აინტერესებს და როგორც თეოლოგი ბოლო შეკითხვა მაგ თემაზე მექნება. ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკა ჩემი ოპონენტი ვიც იქნება, ეფუძნება საერთაშორისო პოლიტიკის ტექსტს რობერტ არტის და რობერტ ჯერვის. იქაც წერია გარკვევით, რომ სანამ ამერიკის შეერთებული შტატების ჰეგემონიას პოლიტიკური, ასე რომ ვთქვათ, განადგურება ან პოლიტიკური შეზღუდვა, მოდი ესე ვთქვათ, დაიმუქრება, აუცილებლად იქნება ინტერვენცია ახლო აღმოსავლეთში. გასული საუკუნის 60-70-იან წლებში ეს ცივი ომი როა ცნობილი მოვლენა, ხო ვიცით? აი ამ ცივი ომის პირობები რატო იყო? იმიტომ რომ საბჭოთა კავშირსაც ჰქონდა ეს ატომური ბომბი და ამერიკასაც. ამერიკას ეს გამოცდილება პოლიტიკური უკვე აქვს, ის ვერ დაუშვებს რომ ირანს, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი დომინანტი ქვეყანა არის და საკმაოდ მდიდარიც და არაპროგნოზირებადი პოლიტიკურად კონდეს რაიმე სახის იარაღი. და მეორე, ახლო აღმოსავლეთში ომი ეხლა არ დაწყებულა. ახლო აღმოსავლეთში ომი დაიწყო მაშინ, როდესაც საბოლოოდ დაიშალა საბჭოთა კავშირი. და ესე იქნება მუდმივად საომარი მდგომარეობა, სანამ ერთ-ერთი ქვეყანა არ დასრულდება. უბრალოდ ტრამპი არის ცოტა არაპროგნოზირებადი და ეხლა ვინც მორწმუნე ტრამპიანელი არის ბოდიში, მაგრამ აი ბოლო ვადა რო აქვს და მოსწრებაზე რო არის რა და ის მეტი ისტორიაში რო ვერ დარჩება, ხომ? მას აუცილებლად ჭირდება განახორციელოს ომი და ყველა პოლიტიკურ ფიგურას, ხომ? ტრამპი არის ყო მოსვლისთანავე რო ამბობდა რომ ჩემს ხელში ომი არ დაიწყო, მაგრამ ომი თვითონ დაიწყო. ანუ საომარი ინტერვენცია დაიწყო. ვერც ერთი ის სწრაფი დანაპირები, რაც გასცა დანიელ პოლიტიკური დანაპირები, ვერც ერთი ვერ შეასრულა. უკრაინის ომი უნდა დაესრულებინა. რეალურად. უკრაინის ომი დიდი ხანი არც დასრულდება, იმიტომ რომ დიდი ფული კეთდება. და თქვენი აზრით, აი ეს პირველი და მეორე მსოფლიო ომები მალე რატო არ დასრულდა? დიდი ფული გაკეთდა, ბევრი ტექნოლოგია დაიხვეწა, ხალხი არსებობდა. მაგალითად, დღეს ყველას გვაქვს მაგალითად მიკროტალღური ღუმელი სახლში. ეს რა პირობებში შეიქმნა? მეორე მსოფლიო ომის დროის პირობებში. ბევრ აღმოჩენასთან გვაქვს საქმე, კომპიუტერები შეიქმნა, ინფორმაციის გადაცემის სისტემა, ახალი თვითმფრინავები, ქვეყნის ფული კეთდება ომში და თან ეხლა აი ამ ევროპის მოწყვლად ტერიტორიაზე, თან პოლიტიკურად თუ დააკვირდებით, ამერიკული სივრცე და რა ქვია, ევროპული სივრცე გაყოფილი არის უკვე. ეხლა ამ ლიბერალებს წამთ, რომ ეს ამერიკა ჭეშმარიტი მეგობარია იმისი, მაგრამ დღეს სხვათა შორის ვკითხულობდი ერთ-ერთი ამერიკელი პოლიტიკოსის და თეორეტიკოსის თომას პეინის ტექსტს „საღი აზრი“.
სადაც ეს ის პერიოდი არის, როდესაც დიდი ბრიტანეთი ამერიკის ტერიტორიას აღიქვავს პირად საკუთრებად და აი თომას პეინი იწყებს რას, რომ აქ მოხდეს ნაციონალიზირება ტერიტორიის, მაგალითად ჩვენ რისი რესურსი გვაქვს, ხო და აი უნდა მეთქვა. აი ვინც არიან პროამერიკელები და პროეს, აი თომას პეინი ამბობს და პრაქტიკაში მიიღეს და ძალიან არსებული რესურსების გამოყენება. და ამერიკის ფლოტი რომ შეიქმნა, პირველი ფლოტი რატო დაიწყო, ხო, რომ სამხედრო უსაფრთხოება უზრუნველყო, მანამდე დიდი ბრიტანეთი უზრუნველყოფდა ამერიკის უსაფრთხოებას თეორიულ დონეზე. მაგრამ თომას პეინის მთელი იმითი რა ქვია, შეგონებით არსებული რესურსების გამოყენება მოხდა იმითი სახმელეთო და საზღვაო ფლოტის შექმნით, იმიტომ რომ დედაბუნება მოგწოვეს. ჩვენ დღეს რას ვაკეთებთ? ეხლა სამხედრო და უსაფრთხოების თვალსაზრისით იმედია უსაფრთხოება კარგად იმუშავებს ჩვენთან, რომ აქ არ მოხდეს რაღაც ტერორისტული აქტები და ასე შემდეგ, არაფრისგან ვარ დაცულები. ღმერთი კი გვიფარავს, მაგრამ აი ამ გაგანია ომის დროს ერთი ვინმე შეიძინოს აი რაღაცა აი მაებს რასაც ეძახიან რაღაც შეიძინო ხო? არა ეს აუცილებელი ავტომატი შეიძინო ან რამე შეიძინო თქვა რომ აი ჩვენი უსაფრთხოება აღჭურვილია ამით და იმის მიღმა ფარო მე დარწმუნებული ვარ და მჯერა რომ ჩვენი სახელმწიფო ფარულად იძენს ბევრი არ აქვს და საქართველოს უსაფრთხოებას უზრუნველყოს, მაგრამ თან აი ერთი სასაცილო მოვლენა არის. ახლო აღმოსავლეთი ფეთქდება. შენ, დიდი ალბათობით თუ აზერბაიჯანსა და ირანს შორის მოხდა დაპირისპირება, შენს გადმოგწუდებიან იქ აუცილებლად. იმიტომ რომ აქ გადის ძალიან მნიშვნელოვანი ბაქო ჯეიჰანის ხაზი ამ ხალხს არ ვიცი ამ ეს თითქოს ყველას დაავიწყდა, მაგრამ ეს პოლიტიკური მნიშვნელობის ხაზი არის. აქ იმიტომ გაიარა რომ პოლიტიკას ეგრე აწყობდა და მათ შორის არ ვიცი ეხლა ეს თუ აფეთქდა და თუ ააფეთქდეს აქ რა მოხდება კაცშვილმა არ იცის. ძალიან ფრთხილი ის ჭირდება. ეს ომი გაგრძელდება მუდმივად იქნება ეს ომი, სანამ არ დასრულდება რომელიმე სახელმწიფოებრიობა. და რაც შეეხება მესამე მსოფლიო ომს, აი ამ ესქატოლოგიური ნარატივის მიღმა რომ მიმშელოთ, ხომ? ეს აუცილებლად მოხდება. იმიტომ რომ ეხლა არის რამდენიმე ძლიერი წერტილი. ადრე მონოპოლიზირებული 90-იან წლებში იყო SSRI-ს დაშლის მერე ამერიკა, მაგრამ ეხლა არის უკვე ჩინეთი, რუსეთი, რომელიც დაშლილი არის და უფუნქციოა და ამერიკა, ხო? ჩავთვალოთ მარტო ჩინეთი და ამერიკა. დენ ეხლა დასავლეთი რომ უნდა იმ ხალხის გული მოიგე, ხო? ხო. აი ჩავთვალოთ ორი წერტილი, მსოფლიო ორი პოლიტიკური წერტილი, ჩინეთი და ამერიკა. რას იყენებენ პოლიგონად? ჩინეთს და ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიას? მათ შუა არსებულ ტერიტორიებს, იმიტომ რომ საზარბაზნე ხორცი ჭირდებათ, საზარბაზნე ხორცი ჭირდებათ. ხო და ეხლა ირანში ვინმე მიცის საერთოდ რა ბაზები დგას უცხო ქვეყნის? რუსული ბაზები დგას თან ბევრი. მათ შორის ბევრი ქალი გათხოვილი არის თეირანში, ჩემი ოჯახის წევრებიც იცნობენ და ასე შემდეგ. რუსული ბაზები დგას ბევრი. რუსეთს რატო აწუხებს ეს საკითხი? აი რატო? ან ჩვენ რატო შეიძლება ჩვენ ხო მაგარი ქვეყანა ვართ, ჩვენ ბრიუსელის გვერდზე ვცხოვრობთ. ტერორისტული სახელმწიფო, ანუ ნახეთ, ქვეყანას, ირანს, როდესაც შეუძლია მის რომელიმე წარმომადგენელს შენთან ტერორისტული აქტის განხორციელება, მის საელჩოსთან ხალხი არ უნდა ატაშფანდურო. აი ახლა ვინმეს იქ რომ დაებადოს ეს იდეა რომ იქ არიან მოღალატე ირანელები, ხომ? და მოღალატე ირანელებს მოდი, რა ვიცი, ერთ სადაც ცხოვრობს, შეუვარდეთ სახლში და ავაფეთქოთ.
იმ სახლი დაბლა ან მაღლა ხო ვიღაცა. გარანტია გაქვს რომ არ იზავენ. უბრალოდ ეს მოცემულობაა ჯერ რომ 40 დღე მაგათ გლოვა იციან და გლოვის პერიოდში ჯიჰადის ასრულებას არ დაიწყებენ, მაგრამ 40 დღის მერე სად მიდიან. ხო, ტოლბილების თემა. ხო და ჩვენ მთავრობას კიდე ერთ რამეს ვეუბნები, აი. და მათ შორის ჩვენც. ვინმე მოიკითხა ამ დროის განმავლობაში ფერეიდნელი ქართველები? ისინიც ხო ეთნიკურად ქართველები არიან, ქართული იციან, დღემდე შეინარჩუნენ, ვენაცვალე მაგათ ყველას. ვინმე მოიკითხა, ვინმე მიკითხა? თუნდაც საელჩოსთან ამხელა ტაშფანდური რომ მოაწყვეს, აი ვინმე ჩვენთვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი არიან ეს ხალხი. ვინმე მოიკითხა ეგ ხალხი საერთოდ ან როგორ არიან, როგორ სუნთქავენ და ასე შემდეგ? არა. იმიტომ რომ დღევანდელ პოლიტიკურ წესრიგს ეს არ აწყობს. სამწუხაროდ. ეხლა კითხვები დანიელ ერთი შეკითხვა დამრჩა შენთან და აი აქ მინდა უკვე საერთოდ პოლიტიკას შევეშვათ და როგორც თეოლოგმა ისე მინდა რომ მიპასუხო ამ შეკითხვაზე. პოლიტიკურად დამოუკიდებლად მთელი 5-6 დღეა TikTok სივრცეში მიდის საუბრები იცი შენ ეს ახალგაზრდა ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია ხოლმე შიდა საუბრებში და ბევრჯერ მithქვამს რამხელა საფრთხე შეიძლება იყოს ამ ბავშვის თავს როცა ამდენი ისწავლა მიმართულების სწორად მიმცემი თუ არ ეყოლება გადაღებული თემა არის მთელი კვირა ყველა სტრიმებზე მიდის განხილვა მეტწილად ნეოს პოზიციებთან დაკავშირებით. იყო ნახეთან ძიმე მარხვა და არ მინდა ვინმე დაბრკოლდეს და არ მინდა უარყოფითი ან უზრდელური ან წყევლაკრულის ან რაღაცა ცუდი კომენტარი არ მინდა შემოძვირფასება რომ დაიწეროს საერთოდ იმიტომ რომ ნახეთ თუ კი ქრისტიანობაზე და მართლმადიდებლობაზე გვაქვს პრეტენზია ჯერ აფრთხილებ ადამიანს ეუბნები პირადად ესაუბრები ერთხელ ორჯერ სამჯერ მერე ცდილობ რომ აი მოატრიალო თუ არ შველის მერე მიდის უკვე მხილება და მე ხა მხილების ფორმით არ მინდა შენაგახსნევინო მინდა ნახე არა ხო არანაირად არ გვაქვს უფლება არანაირად უბრალოდ ძალიან ბევრი ახალგაზრდა უსმენს და ძალიან დიდი აუდიტორია ჰყავს ამ ბავშვს ჯერ ის რამხელა ტვირთა ის რომ სულიერ მოძღვარს შეეხო და რამხელა ვნება გამოიწვია საკუთარ მამა შალვა კეკელიასთან დაკავშირებით მე აქ ფაქტზე მინდა საუბარი უბრალოდ როგორ შეიძლება სული ამ დონეზე დაიზიანო ახალგაზრდა ბავშვმა მერე პლუს ამას შენი ნარატივები და შენი მიდგომები ესაუბრებოდე და უქადაგებდე ხალხს მე მქონდა რაღაც პერიოდი მაგ ბავშვთან კომუნიკაცია და ნახე რა მოხდა სანამ სტრიმზე მყავდა სტუმრად და მერე ჩემს ახლობელ რამოდენიმე მამაოს რომ სტრიმებზე არ ამოდიან ის მამები 4-5 მამაო იყო და მთხოვეს რომ თეკლა მოდი უთხარი ამ ბავშვს და ერთად გვესტუმრე და დავილაპარაკებთ აინტერესებთ ამ ბავშვის მდგომარეობა სულიერად ეკლესიასთან ამდენად ახლოს იყო როცა ამხელა ცოდნა აქ იმიტომ რომ როცა ამხელა ცოდნა გაქვს საფრთხეც დიდია სამომავლოდ ხო ეკლესიასთან გამოიყენონ შეიძლება ესეთი ადამიანი მერე ხო და მე ვიცი რომ შენ უყურე მაგ ვიდეოს და რა ნიუანსები დაიჭირე ამაზე რომ ილაპარაკო რა ძალიან გთხოვ ხო ან მანდ თემა მე რაც ვნახე მაშინ მე შევაჯამებ ეს იყო მარხვასთან დაკავშირებით პირველი მამები ვინც და მე როგორც გავიგე შენს თხოვე რომ ნეოსთან ამოსულიყვნენ და ელაპარაკათ და მამები არ ამოვიდნენ არა ნახე მამას ვიძახი შარშანდელ ამბავს სტუმრად და პატიჟეთ მამებთან უნდა მიმეყვანა სტუმრად ოჯახში დაგვპატიჟეს წარმოიდგინე. გასაგებია. ანუ მეგობრულ გარემოში დაველაპარაკებით რაღაცა და როგორ მიყვარს? ხო და დაგვთან ხონდა ბატონო და იმ დღეს თლიანად ტელეფონი გამორთო და კომუნიკაციაც არ გამოვიდა. მე ხა რა თქმა უნდა შევერწყოთ ვიგზენი თავი სულიერ მოძღვრები მელოდებიან და როგორია ხა და ვუთხარი მოვდივართ და ბავშვი ბიჭია და ამ ხელა თავხედობა რატო იყო არ ვიცი მაგრამ აი ესე გადამაგდო და მე მომწერა რომ უხა მთელი ღამე ლაივი მქონდა და ჩამეძინაო მე ვფიქრობ რომ თავია არიდა. პირველი მოდი დავიწყოთ ერთი რამით. მე არ მიყვარს
ახალგაზრდა ადამიანისადმი ნები რაც არ უნდა თქვას ბულინგი შეურაცხყოფის მიყენება და მსგავსი რაღაც ქრისტე ივანეს სახარებაში ამბობს, ეხლა გავთეოლოგდი. ქრისტე ივანეს სახარებაში ამბობს, რომ ვინც პირველი არის უცოდველი, იმან ესროლოს ქვაო, ეს ხება ყველას. მერე მეორე, ვისაც ვინმეზე გონია თავი, დამდაბლდეს და უკანასკნელად წარმოჩნდეს. ეს სახარებისეული სიტყვები არის. მე იქ რასაც ვუყურე ხო და მეორე ანუ არ ვიცი ახლა სემინარიელი აქ არის ვინმე თუ არა ვისაც ქონია გამოცდილება მსგავს TikTok ანუ საჯარო სივრცეში თეოლოგიური ცოდნის მათ შორის ახალი აღთქმის იქნება თუ სხვა რამის ერთ წუთში ჩატევა ჩემი აზრით შეუძლებელი არის თუ გინდ 20 წუთში თუმცა მოდი ახლა კაი მხარეს დავინახოთ ეს ამ ადამიანმა ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდა ეს რო დაწაშუნობენ ეს ახალგაზრდები და ბევრმა დაიწყო ანუ ბევრისგან ვიცი მაგალითად ახალი აღთქმის კითხვა ხო და ბევრს მისცა мотивация რომ რაღაც სპენაში გაღრმავებულიყო თუმცა მე ვერ განვიკითხა ვერავის ვინ როგორ აკეთებს ვიყოლას თავისი ჯვარი ეგ და თვითონ უნდა ზიდოს რაც შეეხება ლანძღვის ან იმის თემას რომ შენ რას აკეთებ და შენ ეგ დაუშვებელი არის აი ეგ აღჭირთ ხოლმე თავს რო რაღაცებზე იდებენ ეგეც ყიბლი არის და ნუ ეგოცენტრიზმი ასე რომ ვთქვათ მეორე ეხლა მე რომ სემინარიაში ვსწავლობდი და რომ დავამთავრე 7 სტუდენტი ავყოფილ ვარ სამჯერ ვიყავი ეხლა საჯაროდ ვამბობ გარიცხვის კანდიდატურა მაგრამ ნუ რაღაცებზე დამელაპარაკდნენ მეც დაველაპარაკე ჩემიც გაიგეს და ნუ რაღაცებზე შევთანხმდით და შევჯერდით ნუ დიპლომი ავიღე თან ერთ-ერთი პირველი აკრედიტირებული დიპლომი ავიღე თაყნაში ჩამისვეს ესე არ არის და მთავარი არის აი მარხვასთან დაკავშირებით იყო მანდ მთელი პოზიცია რომ და ეს ეხება და ეს გადაიტანეს ანუ ნეოს პოზიციას არ ვეხები იმის პოზიციას მამაშავლოს სწორია მართალია არ ვიცი ეხლა მამაშალვა ძალიან მიყვარს დიდ პატივს ვცემ მაშინაც და დღესაც ჩვენ სულიერი მოძღვარი იყო იქ სემინარია აკადემიაში და რა ვიცი მაგაცისგან ცუდი არაფერი არ მახსოვს რაც თქვა დღემდე გვისრულდება ის ყველას რომ ერთხელში პირველად რომ შემოვიდა ჩვენთან სემინარიაში მეორე კურსზე ვიყავით ბავშვებო გაითვალისწინეთო რომ სემინარიელობა არისო დამღაო თუ უცბად მე თქვი რა დამღავა მაშა რომ სემინარია არის დამღასავითო მთელი ცხოვრება შენ რაც არ უნდა გახდე რაც არ უნდა გააკეთო დარჩები სემინარიელად ანუ ეს არის მაგალითად ვიღაცას უნდა ჯვრის წერა ხომ ეხლა მე რომ ჯვარი დავიწერე ჩემმა ჯგუფელმა და ძმაკაცმა დამწერა ჯვარი ოღო ჩამოვიდა რა ქვია ყაზბეგიდან და დახურვილი ეკლესია გავხსენით ამას თუ სემინარიელი არ ხარ ვერ გაიგებ და ვერც მოაგვარებ ნუ ცალკე ასე რომ ვთქვათ ძალიან მიყვარს ყველა სემინარიელები დღემდე და ნუ ყველა ჰაბიტუსზეც ეთყობა რომ აი 20 სტუდენტში ხისიერად ვიხვდები ვის აქ დამთავრებული სემინარია ეს ერთი და რაც შეეხება მარხვის თემატიკას მათ ეს სახარების მე-17 თავში ოღონდ მუხლი არ მახსოვს რომელი არის ესეთი ფრაზა რომ ეს მოდგმა მხოლოდ მარხვითა და ლოცვით გადარჩება ძველ ქართულად ნათესავთა ანუ ესეც შეიძლება გავიგოთ რომ აი ბოროტის განდევნა შესაძლებელი არის მხოლოდ მარხვითა და ლოცვით და მეორე ახლა იქ რაც ვიდეო იყო მოყვანილი მამაშალვასი ხსნის ძალიან მარტივი ენით მრევლისთვის რომ მარტივად იქნას გაგებული ახლა თუ ქადაგებისას დღევანდელ დღეს ვინმე ელოდება რომ აქ
ერთადერთი ვინც ეგ მოახერხა მაღალფარდოვნად ქადაგება იყო გრიგოლი ღვთისმეტყველი, ხო? ისიც ბევრ რაღაცებს ამარტივებს, მაგრამ თანამედროვე დროში დღეს, იმას რო ებრძვის ადამიანი Facebook-ზე დამოკიდებულებას და ბავშვები გაჯეტებში რო არიან, ხო, გადაждილი ესეთ ადამიანებს რო უხსნილ რაღაცას, ხომ, შენის უნდა შეადარო, ძალიან მარტივ თემას. მარხვა მე როგორც ვიცი და რა ვიცი ხა მამაშალვას ვინც იცნობს, ნამდვილად არ თulis რომ ეს არის მართლმადიდებლური დიეტა. ანუ აქ მარხვა არ არის რაღაც საჭმელებისადმი დამოკიდებულება, ესე ნამდვილად ვიცი რომ არ თulis მამაშალვა და ესეც არ ითვლება, პირიქით ეს არის საკუთარი ეგოცენტრიზმის და საკუთარი სულწრაფობის გადალახვის ერთ-ერთი საშუალება, რომლის გარეშეც ხომ, კაი ქრისტიანი ვერ გახდები. რაც შეეხება ცხონება არ ცხონების საკითხს, მან იყო აი ზუსტად ის მე-17 თავი მათე სახარებიდან მოყვანილი და ინტერპრეტირებული, რომ მარხვისა და ლოცვის გარეშე შეუძლებელი არის ბოროტის ძლევა. მარტო ეგ იყო. და რაც შეეხება ცხონების საკითხს, იმედია ესე არ გადავა ეს თემა, თორემ თანამედროვე სამრევლო აზროვნებაშიც ისეთ მოწმეებში, რომელიც ახალ აღთქმაში ვერ ერკვევიან, პირდაპირ აი ვინ ცხონდება და ვინ არ ცხონდება, მაგასთან მივლეხონ, მათ შორის მის მიერ ნახსენები ავაზაკიც, ხომ, ნახეთ ქრისტეს ნახსენები და ქრისტეს ორი ფრაზა არის, აქ ერთი მარხვითა და ლოცვით ვერ გადარჩება ეს მოდგმა, ნათესავთა მათ ვერ გადარჩებიანო და მეორე არის აი ეს ცხონების საკითხი, ხომ? ღმერთსაც დაუტოვოთ თავისი მნიშვნელოვანი პრივილეგია ავაზაკთან დაკავშირებით, რომ ის აცხოდა მარხვის, თუნდაც მარხვის გარეშე. იმიტომ რომ ვინ სამოთხეში ვინ შევა და ვინ არ შევა, ხომ? ეს არავისი გადასაწყვეტი არ არის. ვერც ვერავინ ვერ გადაწყვეტავს ადამიანთაგან, იმიტომ რომ ეს არის ღმერთის პრეროგატივა. და რაც უფრო ნაკლებს იფიქრებენ ადამიანები ამაზე და მეც წაიკითხავენ ახალ აღთქმას და ახალი აღთქმის გარშემო არსებულ ლიტერატურას, უფრო კარგი იქნება. კითხვა რა იყო? ქალბატონური დაგვიწერს, ესე იგი ნეო ამ საკითხში მართალი იყო მამაშალოს გაკრიტიკებასთან დაკავშირებითო. მე მგონი არასწორად არა თქვით პირიქით. ნახე, მოდი ესეც გავუნიშნოთ, რწმენა საქმით რამდენად აი სამწუხაროდ ჩვენი პოზიციები აი ესე არის, რაღაცას რომ ბოლოში მოვისმენ, თავში არ უკვირდებით, რას ვამბობ. მამა შალვას მოყვანილი ფრაზა იყო მათე სახარების მე-17 თავიდან, სადაც ქრისტე ამბობს, რომ მარხვითა და ლოცვით გადარჩება ხალხი და მეორე ის რომ ავაზაკი შეიყვანა სამოთხეში, ეს ღმერთის გადასაწყვეტი არის. მათ შორის ბევრ ასკეტულ ლიტერატურაშიც არის, ვინც მარხვას და ლოცვას იცავდა, ბევრიც მოხდა, არ ვიცი, სად მოხდა, ხომ? შენ უნდა დაიცვა, მაგრამ სად მოხდები, ეგ ღმერთის გადასაწყვეტი არის. ამიტომ მეტი თეოლოგიური საკითხი, ბევრ ასკეტულ ლიტერატურაშიც არის, რომ ერთ-ერთი მე მგონი რა ქვია, ფილოთეონ ისტორიაში არის ნახსენები ესეთი რამე, თეოდორიტე კვირელის, როდესაც ყველას ეგონა რომ ძალიან წმინდად ცხოვრობდა, ის ჯოჯოხეთში მოხდა. და მესამე, აი ძალიან არ მიყვარს ხოლმე საჯარო სივრცეში ახალ აღთქმაზე საუბარი, იმიტომ რომ აქ ჩდება მხარე და რას ვეხებით ხალხნო? ძალიან საშიშთემას ვეხებით. 4 თავებს სახარებისაც, ხომ? კლდება მოსილებით. ეხლა დღეს რომ გვაქვს ყველა სახლში და რო იბეჭდებოდა ეკლესიებში იყო მარტო დადებული, პირად საკუთრებაში არავის არ ქონია. იმიტომ რომ ის იყო რაღაც წმინდათა წმინდა. და იქ გაგებული ტექსტი და გაგებული მნიშვნელობას ესე უდიერად არავინ არ ექცეოდა და ძალიან მნიშვნელოვანი არის საკრალური დამოკიდებულება ამისადმი. მათ შორის მრევლისადმი, ხომ? და
იგივე რაც შეეხება მამა შალვას და ნეოს ძალიან ცდებით თუ წარმოვადგენთ ამათ ორ მხარედ. იმიტომ რომ ერთი არის სასულიერო პირი, რომელიც მხარე ვერ არის ვერასდროს და მხარე არ შეიძლება იყოს სასულიერო პირი და მეორე არის ადამიანი, რომელსაც ესე ჩანს რომ მართლა უყვარს ახარება. და სამწუხაროდ ჩვენ რასაც ვაკეთებთ ხშირად შეფასებით, ეს არის განკითხვის ცოდვა. ამიტომ მინდა ეხლა ხაზი გაუსვა განკითხვის ცოდვა, რადგან ახსენე განკითხვის ცოდვაში ამ ძიმე მარხვაში ჩავყარა ნახევარი TikTok-ი და ნახევარი ქვეყანა. ამიტომ სანამ რამეს განვიკითხავთ, როგორც ქრისტიანობ, ჯერ საკუთარ თავში მოვიძიოთ დირე და სხვაში ვეძებოთ ბეწვი. იგივე წერია ახალ აღთქმაში. შენიშვნებიც არ მიიღო არავისგან, თუ იმე გამოეხმაურა ბოლოს ისეთი ვიდეო ჩაწერა, ძალიან სულად გამოჩნდა, მაგრამ რა ვიცი. ძიმე მარხვა და იმხელად ნახე ცირისთვის მენანება ეს ბავშვი ძალიან ტვინიანი ახალგაზრდა. ბევრი შეუძლია და შეუძლიათ მისი ტვინი ბოროტადაც გამოიყენონ ძალიან მარტივად და მე მართლა გული მწყდება და გული წმინდა დანიელ რომ სიღრმისეულად დედა ეკლესიის ბუდეში იპოვოს შვება და ისე მოატრიალოს თუ რამე შეცდომა აქვს ისე მოატრიალოს რომ ესე ცუდი ფორმულირებით არ წარმოჩინდეს. მე მხოლოდ ამის დარდი მაქვს დედასკეფიცები, იმიტომ რომ ახალგაზრდა ბიჭია და ამდენი ადამიანი ხო ჩვენ ჩავყარა განკითხვაში. მთელი TikTok-ი მაგაზე საუბრობს, Facebook-იც აჭრელებულია მაგ თემაზე. ჯერ იტვირთო მამაოს ესე გაკრიტიკება და გაკრიტიკებაც არ იყო ეს. თუ რამე არ მოგეწონა, მისულიყო, ჯერ ეცა და დალაპარაკებოდა იქნებ მართლაც დებოდა მამაო და ეღიარებინა შვილო მე არასწორი ინტერპრეტირებით თქვი რაღაც ხო? და პირდაპირ ესე პოპულიზმთანაც გვაქვს საქმე. პოპულიზმთანაც გვაქვს საქმე. პირდაპირ ესე დარქმეთი ვიდეო ჩაწერო. მე მარხვა არ მინდა მაგაზე ხო და აღარ მინდა ჩავყე, კაი, მოდი ეხლა დასასრულებლად გამოცდილებას გეტყვით, აი, რატო ვიყავი სამჯერ გარიცხვის კანდიდატურა. რამდენიმე სასულიერო პირთან სემინარიაში მქონდა სერიოზული დაპირისპირება. რაღაც თემაზე, დღეს მეცინება მაგაზე რომ მქონდა დაპირისპირება, მაგრამ აიტანეს და მოითმინეს და გამაგებინეს რომ არ შეიძლება ესე. და ესე უნდა მოიქცე. და გავიგე რა ამ 1 წლის მერე, როგორც იქ რაღაც აი მე ვერ წარმომედგინა მაშინ რომ ნახეთ სეკულარიზაციას აქ ერთი აი პოლიტიკურ სეკულარიზაციას ისე პოლიტიკის თემა არის მაინც ჩემი საყვარელი თემა და თეოლოგიას ვიტოვებ ჩემს ასე რომ ვთქვათ სულის ნაწილად და საჯაროდ არ გამოვხატავ ამას სეკულარიზაციამ გააკეთა ეს ყველაფერი აი როდესაც ადამიანები ჩვენ ვუშვებთ რომ შეიძლება ანუ გვასწავლიან რომ შენი აზრი მნიშვნელოვანი არის და მათ შორის კანტის მაგალითიც მოყავთ იმითი რომ აი კრიტიკა უნდა ჩართო მათ შორის რელიგიის ანუ რა არის განმანათლებლობა და აი აქედან იწყება ეს სეკულარული იდეები ამას იმიტომ ვამბობ რომ თუ ვინმე ლიბერალიზმისთვისაც გასაგები იყოს რომ რა არის განმანათლებლობა რომ განმანათლებლობის მთავარ საკითხად იმანუელ კანტი ამბობს მე მივიჩნიე რელიგია თუ მასში შენ იპოვი ანუ ცოდნაში იპოვი კრიტიკულობას ხომ შენ ხარ კრიტიკულად მოაზროვნე ანუ შეიძლება დაუშვა რომ რაღაც ახალ აღთქმაზე მე ჩემი აზრის გამოხატულება შემიძლია მაგრამ რას ვეხებით ხომ? რელიგიის საკითხს ვეხებით. დღეს ამაზე რომ თქვა, შენ დანიელ არა თავისუფალი ხარ რაღაც ის. მე როდესაც რაღაცაზე ვერ ვიგებ, აი მაგალითად გამოცხადების წიგნი. კითხულობთ ხომ გამოცხადების აპოკალიფს. დღემდე ვკითხულობ მუდმივად თუ რაღაცა მჭირდება ანდრია კესარიელის განმარტების მიხედვით. განა იმიტომ რომ მე ჩემი აზრის გამოხატვის საშუალება არ მაქვს. მაქვს მაგრამ ეს რაღაც ანუ როგორც პავლე მოციქული ამბობს ხო ეს რაღაც მოგვეცა ცოდნა მადლით მაგრამ ეს წმინდა წერილის ტექსტ თუ წმინდა წერილის მსჯელობ არ უნდა აცდე
და მათ შორის განმარტებები იგივე აი გრიგოლ ღვთისმეტყველი არა როგორ მოწიწებით იწყებს ლიტურგიკულ განმარტებების კითხვას, ანუ სახარებისეული განმარტებების კითხვას, რომ ნუ აი ჩემი გონება ამას ვერ წვდება. დღეს ამბობენ რომ აი წმინდა მამებიო ამას ამბობდნენ რომ პათეტიკურათო. არა, მართლა ფიქრობდნენ ესენი რომ ჩვენი გონება ახალი აღთქმის ცოდნას ვერ ჩაწვდება, მაგრამ თქვენთვის გასაგებად ვამბობ ამას. ამიტომ ძალიან ფრთხილი დამოკიდებულება გვმართებს იმ ადამიანებს, რომლებსაც თეოლოგიასთან დაკავშირებით და თეოლოგიურ საზრისებთან დაკავშირებით, რომლებსაც უფლებაც კი არ აქვთ ლიტურგიკული აქტის შესრულების. ანუ შენ ქრისტიანი ხდები მაშინ, როდესაც ნუ ეზიარები, ხო? ამ ზიარების და ხარ ქრისტიანი. ამ ზიარების განხორციელების საშუალება აქვს მღვდელს და მე ქრისტიანობაზე ვსაუბრობ. მე იმას კი არ ვამბობ, რომ არ უნდა ვისაუბროთ, უნდა ვისაუბროთ, მაგრამ როდესაც მე მაქვს ისეთი პოზიციონირება, რა არის ჭეშმარიტი და რა არ არის ჭეშმარიტი და ლიტურგიკული აქტის განხორციელების საშუალებაც კი არ მაქვს, ნუ ეს ცოტა არ იყოს და პრობლემატური არის მათ შორის ყველასი. არ აქვს მნიშვნელობას ეს ნეო მეო თუ ვინ იქნება. ანუ რა ქვია, ჩვენ ერთადერთი რაც მორწმუნეებს რაც მორწმუნე შეეფერება, ეს არის ლოცვა სულისთვის. ხო? და თუ ვიღაცას პაიქრობა უნდა, ეს ნუ რა ძალიან საშიში სივრცე არის. ნუ აი ჩემთვის მაგიტომ არის კომფორტული პოლიტიკაზე მსჯელობა, იმიტომ რომ ვიცი ამის მიღმა რა დგას და ამაზე ვსჯელობ. ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა დანიელ, მე ვფიქრობ 2 საათია უკვე რაც ლაივში ვართ, მაყურებელიც ასე თუ ისე დღეს ძალიან ბევრი ლაივებია. არაფერი არ გითხოთ. ძალიან ბევრი ლაივებია ირგვლივ და ამიტომ რაოდენობაც შესაბამისად ძალიან საინტერესო იყო, ისიც გამიკვირდა გადავალე სხვა ლაივებსაც თვალი. არ მიყვარს დაზვერვები, მაგრამ მაინც დამაინტერესა რატო იყო ნაკლებობა ხალხის და ვნახე რომ ძალიან ბევრი ლაივია ჩართული და შედარებით მაინც მაყურებელი ნორმალურად იყო. უღრმესი მადლობა დანიელ სტუმრობისთვის. მადლობა მსმენელს, მაყურებელს მოწვევისთვის და ესეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესების მერე რომ მომიწვია როგორც პოლიტიკის თეორეტიკოსი მეტნაკლებად, რომელიც აფასებს მოვლენებს და ვიმედოვნებ, რომ სამთავრობო ტელევიზიებში მაინც აქტიურად იქნებიან წარმოდგენილი ჯანსაღი კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლები და ნავსი გაწყდა ერთი იყო და აუცილებელი, როგორც მე ამას არ ვამბობ, როგორც რა ქვია, ვინმესადმი პოლიტიკურად ანგაჟირებულად თუ არ აღიქვან მაგას. საჭირო არის. გაჯანსაღებისთვის არის ეს საჭირო, გაჯანსაღებისთვის პროცესების.